რა მსგავსებებია თუნდაც რუსულ და ქართულ პროპაგანდას შორის. მოსალოდნელი იყო პირველი რუსული კანონის შემდეგ, რომ ამას მოყვებოდა გაგრძელება და მოყვებოდა სხვა რეპრესიული კანონები. მე მგონია რომ ცოტა ხანი ისეთ კანონს მიიღებენ, რომ ეს კანონი მათ მოგუჩვენება სამოთხედ. ამათმა პროპაგანდამ უკვე რაღაც მიმართულებებით რაღაცები ამოწურა. ზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიცეს, ეხლა მაგაზია დასაჭერი 6 წლით. ასეთი მე მგონი რუსეთშიც არა აქვს კანონი. არასტაბილური დიქტატურა არავის არ იზიდავს. მაგრამ ეხლა ამ მშვიდობის დამცველის როლიდან ქართული ოცნება გადავიდა deep state-თან მებრძოლ. ზოგადად ქართული ოცნების მთავარი მოკავშირეები არიან სიღარიბე და გაუნათლებლობა. ტრამპის მიმართ აგრესიული პუტინიც კი არაა. პრობლემა რაც აქვს ლეგიტიმაციის და საერთაშორისო იზოლაციის, ეს უბიძგებს მათ ასეთი სასოწარკვეთილი ქმედებებისკენ. პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი არა შენ რამე დაიჯერო. თან პრობლემა რა არის მაგათი რომ ეს deep state-ი და ალბათ მაგათი მომხრეების სამომოთხედ არც იცის რა არის. ვინ არის ეს deep state-ი და რატო ვიბრძვით მარტო ჩვენ? ნათელი სტრატეგია დაისახეს, ეს სტრატეგია იყო საზოგადოების გაყოფის. რა საკითხზეც არ უნდა დაიწყოს საუბარი, ყველა შემთხვევაში მე ვეტყვი რატომ ყავს 200-მდე პოლიტიკური პატიმარი. ჟურნალისტები რო ცხვირწინგიდებდნენ კორუფციის ფაქტებს, ამ ყველაფერს რატომ ამართლებდი? განსახილველიც არაფერია ხა რა უნდა იდებოდო. საქართველოს ჩაეხსნა იმ ორბიტას, რომელზეც იყო და გადავიდა მოსკოვის ორბიტაზე. მაგრამ თავარი რაც რჩება არის ეს ჩუმი ბრაზი. ეს ბრაზი როდის ამოხეთქავს, კაცმა არ იცის. ხვანილი დღე გასაოცარი უარესი იქნება, ვიდრე გუშინდელი დღე იყო. უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ მიეხმაროთ ამ ხელისუფლებას შიშის დანერგვაში. გამარჯობა მეგობრებო, ეთერში გადაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე და დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ამ ახალი კანონმდებლობის ცვლილებებზე, რომელთაც პრაქტიკულად ყველას ეკრძალება ხმის ამოღება, დუმილი მოგეხსენებათ ოქროა რჩეული და შესაბამისად ამ დუმილზე სასაუბროთ და ასევე პროპაგანდის მეთოდებზე, იმაზე თუ რეალურად რა მსგავსებებია თუნდაც რუსულ და ქართულ პროპაგანდას შორის მოვიწვიეთ სტუდიაში სტუმრები ბატონი გია ჯაფარიძე, ყოფილი დიპლომატი, საქართველოს უნივერსიტეტის მკვლევარი და ბატონი შოთა უტიაშვილი, უსაფრთხოების ექსპერტი. გამარჯობა ბატონებო, მოგეთ ამ საკითხებზე მინდა ვცლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსგავსება არის ზოგადად პროპაგანდის მეთოდებს შორის, პრინციპში გებელსის მერე არც არაფერი არ შეცვლა, იცვლება ქვეყნები და სახეები, რომლებიც ამ ყველაფერს წარადგენენ და მინდა ვისაუბრო ამ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე და პლუს იმაზე, რომ ეს ყველაფერი გააკეთეს აი შუა დისკუსიის იდეის დროს. ჯერ წამოწიეს იდეა, რომ მოდიო რაღაცაზე მაინც ვილაპარაკოთო, მერე ისე რომ მათი მხრიდან არანაირი რაღაც ცვლილება არ ყოფილა, პირდაპირ შემოაქვთ ისეთი ცვლილებები, რომელთა შედარებითაც ადრე რაც იყო, ეგ ყველაფერი არის ყველაფერი ძალიან კარგი. ხო, ანუ შეგიძლია თქვა, რომ ხვანილი დღე გასაოცარი უარესი იქნება, ვიდრე გუშინდელი დღე იყო. ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რა და ეხლა პლუს როგორ რაღაც ანუ ეს დისკუსია თუ დებატები ამ ყველაფერს აზრი აქვს თუ გინდა საზოგადოების რაღაც ნაწილთან შერიგება, ან გინდა რომ საზოგადოების ერთი ნაწილი მეორეს ესაუბრებოდეს და ასე შემდეგ რა დანასისხად არ იყოს გადაკიდებული და რა აზრი აქვს ამ იდეის წამოწევას თუ პარალელურად შემოგაქვს რაღაც ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დისკუსიას და დებატებს საერთოდ ნებისმიერ ფორმატში კლავს, პრინციპში რაზეც შეგეძლება იდებატო, თქვათ, ირაკლი კობახიძე უფრო კაი ტიპია თუ შალვა პაპუაშვილი სიტყვაზე. თუმცა შეიძლება ახლა ამაზეც არ შეიძლება უკვე დავა რა. არა ხო? არა, რა თქმა უნდა. ეგ ბევრად უფრო საშიში დებატები იქნება, თქვათ აი ივანიშვილი უფრო მაგალითად კობახიძე, ეგ ბევრად უფრო საშიში დებატია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რა. წმინდა ხელოვანებთან შეხება არ შეიძლება. წმინდა სამებას არ უნდა შეხება. ნუ შევეხება. ივანიშვილი კობახიძე და მესამე ვინ იქნება პაპუაშვილი. ჯო, აი, ხო, მაგრამ ეხლა უკვე შენც რისკავ რა, რომ ანუ დინარზე უნდა დააშავო. ხო, კაცო წმინდანებს ვეძახი ხა. წმინდა სამება. ხო, თან რავი, ადამიანმა იშრომა იწვა ამ დინარზეს გულს. რაღაცა და. წვალობს. ხო და რავი, ეხლა თან დაიდო სიაც რა მოდებატეების რა და აი უბრალოდ მახსენდება რუსულ არხი არ მახსოვს უბრალოდ NTV იყო თუ არ ვცდები, ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი, რომელსაც მიყავდა გადაცემა კბარიერუ
რა და გაცემაში ოპოზიციონერებს მონაწილეობდნენ რა, ანუ იგივე ვლადიმერ ჟირინოვსკი იყო ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, ვერან ვერ იტყვის რომ ის მთავრობაში იყო. მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა ასრულებდა რაღაც ოპოზიციონერის როლს და არა ჟირინოვსკის ხან რიჟკოვი ხვდებოდა, ხან ვინ ხვდებოდა, ნავალნიც კი იყო თუ არ ვხვდები ამ ეთერებში და დღემდე ნავალნი არ მაქვს. ნავალნი შეიძლება არის, მაგრამ სახელმწიფო არ შეიძლებოდა. ხო, მაგრამ ანუ ყველა ვარიანტში რაღაც ოპოზიცია რუსეთშიც კი არსებობს. რა, დავანკოვი იყო მაგალითად ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც 3%-იც კი აიღო. თუმცა როგორც კი რაღაცა მცირედი საფრთხე გაჩნდა, მაყურებელი ვერ გაიხსენებს შეიძლება ამ სახელს და გვარს ბორის ნადეჟდინი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნეს. არ მისცეს მონაწილეობის უფლება. ეხლა რა მიზერული შანსი უნდა ქონოდა ამას, რომ რამე ხმები აიღო, მაგრამ მაინც თავი დაიზღვია ესე ვთქვათ. ანუ ჩვენ საუბრობ ნებადართულ ოპოზიციაზე, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე. ნებადართულ დისკუსიაზე და დებატებზე. ასეთი ჩრდილოეთ კორეაშიც არის, რა, ნებადართული ოპოზიცია. კაი, მაშინ პირველ რიგში მოგესალმები, მე დავიწყებ, შოთიკო. პირველ რიგში მოგესალმები, მადლობა მოწვევისთვის. მაყურებელსაც მივესალმები. უბრალოდ რამდენიმე საკითხი ჩამოთვალე და თუ გინდა დავიწყებ, მე შოთამ გააგრძელოს, მე ისევ დაბრუნდები, ანუ ჩვენ გეტყვი იგივე ამ კანონთან დაკავშირებით და დებატებთან დაკავშირებითაც. საკანონმდებლო ცვლილებები. ხო, არ ვიცი, მე მინდოდა დებატებით დამეწყო და მე ამაზეც გადავიტო, რომ მან საინტერესო ჯერ დებატები ითქვა და მე შემოაგდეს ეს, ხო? თუ გინდა კანონი დავიწყოთ, კი ბატონო, როგორც დავიწყოთ კანონი, კი ბატონო, ამ კანონთან დაკავშირებით ხა როცა ეს პირველი რუსული კანონი მიიღეს და ხა ვიღაცები საქართველოში კითხულობდნენ რატომ არის ეს კანონი რუსულიო, მე მგონი ეხლა ხო ცხადია რატომ არის ეს კანონი რუსული, ასეთი მე მგონი რუსეთშიც არა აქვს კანონი, ყოველ შემთხვევაში რაც მე დავძებნე, რაც ეხლა ინიცირებული აქვს, ასეთი რუსეთშიც არ იზებნება. მე მგონია რომ აქ რამდენიმე რაღაცას ქონდა ადგილი, რომ ერთი მოსალოდნელი იყო პირველი რუსული კანონის შემდეგ, რომ ამას მოყვებოდა გაგრძელება და მოყვებოდა სხვა რეპრესიული კანონები, რაც მოხდა და რაღაცნაირად ამის ლოგიკური გაგრძელება არის ესეც. მე მგონია რომ რამდენიმე რაღაცა აქ რა, ყოველთვის როცა კოცები რაღაცას აკეთებენ, ცდილობენ ერთდროულად რამდენიმე სამიზნეს მოარტყან ერთი გასროლით, ბევრი ნადირი მოინადირონ ერთი გასროლით. როცა ეს ამ კანონის ინიცირება მოხდა, მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ EU-თუ აპირებდა ვენის მოსკოვის მექანიზმის ბოლო ჩასწორებები, რადგან მოსკოვში მოხდა მოკლედ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას და თუ ეხლა ჩვენ საქართველოს საკითხს განვიხილავთ უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში, მაშინ ეს არის მოსკოვის პასუხი იმ 23 ქვეყანას, დასავლურ ქვეყნებს, რომლებმაც მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება გადაწყვიტეს საქართველოსთან მიმართებაში. ცხადია, მათ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ნუ თუ აი ამას აკეთებთ, მაშინ აი ეს იქნება ჩვენი პასუხი. ეს ერთი. მეორე, რასაკვირველია, ყოველთვის ისინი აკვირდებიან ამ რეპრესიული კანონების მიღმა ხო არ დარჩა რაიმე სივრცე, რომლითაც შეიძლება კიდევ ვთქვათ რაღაცა თავისუფლებამ რაღაცა ის იპოვოს, ხო? ანუ სადაც ვთქვათ ადამიანები რაღაცას კიდევ ვთქვათ შეძლებდნენ იმისთვის, რომ ეს ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის და თავისუფლებისთვის გააგრძელონ და როგორც ჩანს მათ ეს აწუხებდათ, ხო? ნუ აი ასეთი ვთქვათ რა დაინახეს, რომ თუ ან შოთა ან მე რომელიმე უცხოურმა ორგანიზაციამ ან რომელიმე უცხოურმა უნივერსიტეტმა დაგვიქირავა ან არ დაგვიქირავა და უბრალოდ ვთხოვა ექსპერტიზა მაგალითად რუსეთთან დაკავშირებით. ეხლა არ არის ის დასამალი, რომ დასავლეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრმა წარმოიდგინა, რომ რუსეთი წავიდა რაღაცა შეუქცევადი დემოკრატიზაციის გზაზე და სოვიეტოლოგები, რუსეთის მკვლევარები, მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და ეხლა მაგალითად რუსეთის საკითხში ექსპერტიზა, რომელიც თქვათ
ქართველებს აქვთ, ქართველ მკვლევარებს აქვთ ასეთი შეიძლება დასავლეთში არ იყოს და ბევრს ეს ექსპერტიზა სჭირდებოდეს. თუ თქვათ ვინმე ნებაყოფლობით საწყისებზე, ანუ ის კი არა რომ რაღაცა ანაზღაურება მოგცენ, არამედ უბრალოდ გთხოვო რომ ან კონფერენციაში მიიღე მონაწილეობა, ან უბრალოდ თქვენი ექსპერტული აზრი გაგვიზიარეთ, ან რაღაცა სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს და აი ამ სამეცნიერო კვლევაში მიიღეთ მონაწილეობა, ესეც კი იკრძალება, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ინიცირებული რაც არის, იქ ასე ჩანს. მოდი კონფერენციებსაც შეეშვია, ბიცოლად შემათი ევროპა გადმორიცხოს სიტყვაზე. ხო, არა, მივალ, კი, რა თქმა უნდა. იმაზეც იგივეა. კი, რასაკვირველია, ანუ მაგალითად ეხა ეგეც ხო არის ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკის გამო წასულია ქვეყნიდან, იმიტომ რომ აქ ისეთი სოციალური სიდუხჭირე შექმნეს, რომ ძალიან ბევრს მოუწია ქვეყნიდან გასვლა. ხო, ოჯახი არ არის საქართველოში, ვინმე არ ყავდეს უცხოეთში სამუშაოდ უკეთესი ბედის საძიებლად წასული. ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე მათ შორის ფულს შეიძლება ურიცხავდეს პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური პარტიები რითი უნდა ცხოვრობდნენ? ან საბიუჯეტო დაფინანსება, ან შემოწირულობები არსებობს, ხო? ხა ესეც უნდათ რომ გააკონტროლონ და ნებისმიერი ვთქვათ გადმორიცხვა ოჯახის წევრი რო ურიცხავს ვთქვათ თავის ოჯახის წევრს გაკონტროლებული იქნება როგორ ხო ამ კანონით აი გადმომრიცხავი ეტყვის თავის შვილს ან არ ვიცი სხვა ოჯახის წევრს რომ გეხვეწები იმაზე რა ქვია საპროტესტო დემონსტრაციაზე არ გნახო და საპროტესტო შეკრებაზე არ მიხო ხმა არ მოიღო აი ამას ჩაგირიცხავ და ხმა არ მოიღო ხო ანუ რა თქმა უნდა ამის კონტროლის არის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანიც ანუ რეალურად რა ხდება მყარდება ტოტალიტარული დიქტატურა ხო როცა ის კი არა უბრალოდ რაღაცა ავტორიტარიზმი და მთავარი ახლა იმას ძალაუფლებას ნუ შეეხები არა აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს გაკონტროლებული ანუ ისინი ყველგან ხედავენ საფრთხეს აუჯერ მათ შორის ახლა მე ამას უკავშირებ კიდე განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმასაც გონია რომ ესეც ერთ იმაშია ერთ პაკეტშია იმიტომ რომ თლიანობაში თუ შევხედავთ ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობა, ანუ აი იგივე თქვა ახლა მეწარმეებს რაც შეეხება, ხო, ამ საკანონმდებლო ინიციატივით, ანუ მაგალითად ჩვენ თუ არ ვიცი, მაღაზია მაქვს, ან რესტორანი მაქვს, ან არ ვიცი, მანქანების პროფილაქტიკა მაქვს, არ ვიცი, ვულკანიზაცია მაქვს მანქანების ან არ ვიცი ოფისი მაქვს სადაც კედელზე მიკიდია ანწუხელიძე გმირია ან კედელზე მაქვს პოსტერი არა რუსეთს ან მაქვს პოსტერი აფხაზეთის საქართველოა ან არ ვიცი ისა მაქვს რა ქვია Wi-Fi-ის პასვორდი მაქვს აფხაზეთის საქართველოა ან პუტინ ხუილო მაქვს ან რაღაც ასეთი მაქვს ესეც უკვე გამოდის რომ მე როგორც მეწარმეს რაღაცა პოლიტიკური პოზიცია მაქვს გაცხადებული და ამ კანონის მიხედვით ესეც დასჯადი გამოდის ხო და ეხლა თან მარტო ის კი არ არის ფულადი ჯარიმა ხო ძალიან მაღალია მაგრამ ამას გარდა 6 წლიან ციხეს ითვალისწინებს რაც აქვთ ახლა დარეგისტრირებული ეს საკანონმდებლო ინიციატივა ხო ანუ ან არ ვიცი აი ხო შეგვხედრიათ რა იმაში ვთქვათ რაღაცა რესტორანში რომ მენიუზე არის ვთქვათ გამოხატული უკრაინის მხარდაჭერა როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქე არ იყოს სოლიდარული უკრაინელების მიმართ ანუ ესეც ხო ჩაითვლება რომ გამოხატულია გუდაურში ჩეკს აწერია რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. კი, ბევრია ასეთი. რა თქმა უნდა, ანუ გამოდის რომ მაშინ ამ კანონის მიხედვით ესეც დასჯადია, ხო? ხა აღარ ვლაპარაკობ იმაზე, თქვა სტუდენტები ან კიდევ მეცნიერები, ხო? ეხლა ჩვენი მარტო ჩვენი ის ხო არ არის, ჩვენი სპეციალობა ხო არ არის, რო წარმოვიდგინოთ, არ ვიცი, აი CERN-ში მუშაობს, ან რა ვიცი, მიიწვიეს CERN-ში ვინმე ქართველი ფიზიკოსი თუ მათემატიკოსი, კობახიძემ უნდა მისცეს ნებართვა, რომ იქ ჩავიდეს, ან არ ვიცი, აი ქიმიკოსი, ბიოლოგი ქართველი მიიწვიეს სადმე მოხსენების წასაკითხას ლექციის ნობელის პრემიაც მან შევა, ხო, არა? ანუ ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. ამაღ ნობელის სახაროვის პრემია მიცეს, ეხლა მაგაზია დასაჭერი 6 წლით? ხო, რასაკვირველია, ანუ ყველაფერი
რეაქცია, ანუ ეს იმდენად აბსურდული რაღაცაა, რომ ანუ სიტყვას თქვით, რაც ანუ ეს დაარეგისტრიროს რა ქვია, ბევრს ქონდა უკვე ამაზე, მაგრამ ყოველს კარგად ალბათ საბაბრაჭოვმა დაწერა განმარტება ის ყოველს გასაგებია იყოს და ანუ რეალურად ეგ არის ყველა წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ თავი რაშია, რომ თუ ამათ წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებდა მწყობრად თუ დაუკრავდა არა ზურა გპ-ის ლექტორები მათი დიდი უმრავლესობა რა თქმა უნდა იქაც ყველანაირი აზრის ხალხია, მაგრამ ტაშს არ უკრავდნენ მწყობრად, წერილს არ მოაწერეს ხელი თქვენი მხარდამჭერებიო, ოდესმე მიტინგზე გამოსულა დიდი უმრავლესობა, ოდესმე სტუდენტების უთქვამთ, არა იყვნენ გულმხურვალე ოცნების მხარდამჭერები და რა. დაუფასდებათ. დაუფასდებათ ხო არ გაყრიან სამსახურიდან, მაგრამ ის რექტორი რო იყო კაცი, ის ცნობილი კაცი. მრავალჯერ სამართლები. ხმელთ არ მახსოვს. ხო, ხაინკოს დაუფასდება? რას დანიშნა? ანუ არ არის ეგრე რომ მარტო თქვენ შეგეხებათ. აი რატო შეეხო იმათ? თესეუს ხელმძღვანელობა. რატო შეეხო მაგრამ? იცით რა არის ხა? თუ შეიძლება გავაგრძელებ. კი, მე ბევრი ვილაპარაკებ და ანუ ის რაც ეხა მოხდება, აი მე მგონია რომ ცოტა ხანი ის კანონს მიიღებენ რომ ეს კანონი მათ მოგუჩვენება სამოთხეთ. იმიტომ რომ ამოცა ეხა რატო იღებენ ამ კანონებს? რა არის ამოცანა? ჩემს ამოცანა არის ის რომ რაც დაუსვათ მამამზემ რომ ამ ქვეყანაში მისი სახელის ხსენება არ უნდა გაბედოს არავინ. ო ჯერ მიიღეს ეს პირველი რუსული კანონი, მერე გამოიტანეს, მეორე რუსული მიიღეს, მაინც არ გაამართლა იმ გაგებით რომ კრიტიკა გაგრძელდა, მერე მიიღეს ეს ფარა, კიდე არაფერი, კიდე რაღაც კანონი, კიდე არაფერი, გრანტები, ეხლა ეს და კიდე რო გაგრძელდება? ხო ის რო გაგრძელდება რა. ანუ ეს კანონი იმდენად გიჟურია, რომ იმდენად ყველას ეხება, რომ ძნელია მისი აღსრულება. და თანაც უკვე დიდი ხანია, მაგრამ ამბობთ განსაკუთრებით მთავრობა გადის უკვე ლეგიტიმურობის ჩარჩოებიდან. რა, ნუ მთავრობა არის სათქო მარეობაში, თუ ეგრეთ წოდებულ მთავრობა როგორც უნდა. მაგაზი არ არის ჯერ ციხე, ეგრეთ წოდებულ მთავრობაზე, თუ მაგაზიც არის. ანუ რეალურად აბსურდში შევდივართ. ხო, არა, აბსურდი არის, მაგრამ მიზანი, ანუ თუ მიზანი არის, რომ კონდეს დიქტატურა, ეს დიქტატურა ფაქტობრივად არის, არა, თუ მიზანი არის, რომ კონდეს სტაბილური დიქტატურა, ეს მიზანი მიუღწეველია. და ვერანაირ ესეთი კანონი ამ მიზანს ვერ მიაღწევ. იმიტომ რომ ეს აი იმდენად სულელური კანონია და თან ამ კანონს იღებ და თან აცხადებ დებატებს, რომელიც ცხადია ბუტაფორია, მაგრამ ნუ თუ დიქტატურას ამყარებ, დიქტატურაში დებატები რა არის? თან შოთი არა, ის აზრიდან და კვლევაში ამოვიდოდა რომ აი რაღაცა მათ მომხრეებს დებატები უნდათ და ეხლა მაგას მოიგონებენ. თქო, არაფერი არ არის. შიდა კვლევების ხარშვის კი უყვართ მაგათ. ხო, ნუ ხო. თან ეს კანონი აქ ესეთი რაღაცა წერია რომ 8 ანუ ვინც ვთქვათ არასამთავრობო სექტორში იყო 8 წელი პოლიტიკაში ვერ იქნებაო და ეს თვითონ ეს კობახიძე და ეს პაპუაშვილი იგივე არა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ პირდაპირ ერთი ვთქვათ გერმანიის მთავრობის არამოხელე წევრი იყო, ასე ვთქვათ, როცა გერმანიის დახმარების პროგრამაში მუშაობდა, ანუ იქით იძლეოდა გერმანიის მთავრობის სახელით აფინანსებდა NGO-ებს, ხო, ანუ ეს NGO-შნიკი კი არ არის, NGO-ს პირდაპირ დიფსტეტია, ესე ვთქვათ და კობახიძე კიდე როგორც ერთი რასაც თვითონ ამბობს, ხო, UNDP, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამაში მუშაობდა და ისიც იმით იყო დაკავებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიეცა ფული და ასევე USAID-ო, ხო, ამერიკის დახმარების პროგრამაში. მოდი დაგეხმარებით ტელეფონში მაქვს შენახული, ვინსად მუშაობდა. კობახიძე, USAID საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონალური კოორდინატორი, UNDP ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი, ღია საზოგადოება, სოროსის ფონდი. Deep State. საქართველოს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, რატი იონათამიშვილი
2005-2014 წლებში კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პოლიტიკური პროექტების დირექტორი, ორგანიზაცია, როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებდა გივი მიქანაძე, მინისტრი განათლების, გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის ეროვნული ექსპერტი, EUTOS პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი, ევროპის საბჭოში პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი. სადაც 17 წელი აქვს გერმანელებთან GIZ-ში გატარებული შალვა პაპუაშვილს, ასევე სოზარ სუბარი, რომელიც იყო არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი, მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის, სოროსის ფონდის დავაზუსტოთ ზუსტად, იმიტომ რომ მოსახლეობამ არ იცის, რომ აი, ხო გამოყვანდეს ბუა, რომ აი სოროსი და რაღაცა. აგერ სოზარ სუბარიც იყო მე პირადად მახსოვს ეს ყველაფერი. ძალიან კარგად მახსოვს. ანუ თქვენი ჭირიმე მარიამ ლაშხი კიდე და ნიკოლოს სამხარაძე და ირაკლი ჩიქოვანიც მათ შორის. ეგრე ხა ყველა დასაჭერია, ხო? და ბიზნესმენები ვერ უნდა იღებდნენ მონაწილეობას 40-ზე მეტი მილიონერი ბიზნესმენი რო და იქ რა დეკლარირებულად მილიონერი ვინც არის, არ დეკლარირებულად მილიონერი, ალბათ ყველა ქოცი არის, ხო, ვინც პარლამენტშია. ხო ბიზნესმენები არიან, თან ხო არიან პოლიტიკაში, ხო? მილიონერმა ბიზნესმენმა და პარლამენტის წევრმა თქვა, რომ ანუ კაციო ბიზნესში უნდა იყოსო, ანუ პოლიტიკაშიო და ერთი სპორტი და პოლიტიკა გამიჯნეს ამათ განათლების კომიტეტში ყავს თუ არ ვთქვი 7 ყოფილი სპორტსმენი. თვითონ ბიზინა ივანიშვილი ბანკირი და ბიზნესმენი ხო არის თვითონაც არა? ანუ ხო ბიზნეს დავა ქონდა, რა გვარია ის ბიჭი დაჭერილი რო ყავს, ხო ბიზნეს დავაზე ყავს, არა ესე არ ამბობს რომ ბიზნეს, ანუ ხო არის თან პოლიტიკაში და თან აგერ ბიზნეს დავა ქონდა ბაჩიაშვილთან, ანუ არსებობს ხო ბიზნესში ეს კაცი, ხო? ანუ თვითონ ივანიშვილი ხო ამ კანონის ქვეშ ექცევა რა? კანონს დაუბრუნდეთ რა, ეს კანონი არის არა მარტო ყველას ეხება, არამედ გარე და შიდა ყველანაირ წყაროს ეხება და ამოსავალი წერტილი არის ის რომ ოცნების საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა თქვა და აუცილებლად მიადგები თან მაგწერტილს რომ ოცნების საწინააღმდეგო რამე თქვა და გეტყვი ხა რატო აი მოგეთ სვანჩი ხშირად მიწევს ასვლა და 2 დღის წინ წავაწყდი ამბავს რომ აი მოქალაქეებმა ჩამოწოლილი მეწყეი თავად გადაწმინდეს ბიჭო აი საერთოდ არ მაწუხებს დაუშვათ ქართული ოცნება და არაფერი რა ანუ მაწუხებს ახლა სვანეთის გზებზე რომ დავდივარ რავი რა ან რა დამეცემა და ან სად გადავიჭეყებ იმიტომ რომ გზები მან როგორაა მოჭერილი იცი გზა არ გაკეთებულა წლებია რა გზა ისეა მოჭერილი რომ ერთი მანქანის გასავლელი რჩება რა და შუაღამისას შეიძლება ჩავარდე მოსაღამოებულზე დილითაც შეიძლება წარმატებით ჩავარდე რაღაცა მოხდეს უბედურება რა და ხდება პერიოდულად უბედურება მაგალითად წინა წელსაც ოჯახი დაიღუპა ცოლ-ქმარი დაიღუპნენ ხო ახლა ამას შევეშვათ მართლა ასე დაიმთხვა რომ ჩემი დედულები სადაც ბავშვობა გავატარე იმერეთში ხარაგაულის რაიონში ხემაღალი და ღვერკი ეს ორი სოფელი დაიმეწყრა იმის გამო რომ ვიღაცამ იქ ფული შეჭამა ვიღაცამ იქ ააფეთქა არაც ასაფეთქებელი არ იყო იმაზე მეტი ასაფეთქებელი ჩადა და ამას კონტროლს არავინ არ უწევდა ერთი წესიერი ადამიანის გარდა რომელიც თურმე 2015-ში ვეყვიროდა და ამბობდა ამ ყველაფერს მაგრამ ცემეს დააშინეს ყველა მიუქციეს და საბოლოო ჯამში ჩემი დედულები რა ერთი ბაბუის სოფელია და მეორე ბებიის სოფელია ეს სოფლები არის მოთხრილი, რომ დაგებომბა ხემაღალი და ღვერკი უარეს ვერ უზამდი შენ მაგას და ეხლა მოყურეთ, საერთოდ არ აინტერესებს იქაურ ადამიანს ჩარევა ქართული ოცნება უფრო უკეთესია თუ სხვაზე რომელიმე სხვა პარტია, მაგრამ ანუ ეს პოლიტიკა ხო ერევა შენ ცხოვრებაში რა, შენ განყენებულად არ არსებობს რომელ სახელმწიფოიც არ უნდა იყო რა და ანუ უკმაყოფილების გამოხატვა რომ მოუნდეს რომელიმე ღვერკელს, ხემაღალელს, ხარაგაულელს და სვანს ხო დიდი ბოდიში რა უი არ შეიძლება მიადგები ეგრევე კანონიერად თან სრულიად ხო და აი რა შვებით როგორ აშვებით ანუ რას შვებით ხო ანუ აი რა უნდა ქნა თქვათ ამის წინააღმდეგ რა როდესაც ყველას ეხება მაგრამ ყველა არის როგორ პოზიციაში იცი რომ აი ნიანგი ბოლოს მე შემჭამს ხო ეგ ხო არის ხა ჩვენი საზოგადოების პოზიცია ხო იგივე არ დაემართათ შედაც ამბობ ხას STU-ს და ანუ GPI-ს და TSU-ს ლექტორებს იმედი აქვს რომ მათ ბოლოს მიადგებიან მეტი არაფერი არ ხდება ჩემი საქართველოში რა ხო ასეთ შემთხვევაში რა შვები და წინააღმდეგობას უწევთ ეგ არის ვინც უწევთ წინააღმდეგობას დიდი ხანია წინააღმდეგობას უწევთ თან ხა რა ჩვენ ნაწილის წინააღმდეგო დღეს არ დაწყებულა და არც რუსული კანონით არ დაწყებულა უფრო ძველი დროიდან ვარ თან წინააღმდეგობაში რა ვიცი ვინც ფიქრობს რომ ეს კანონი საერთოდ საქართველოს სახელმწიფოს ასამარებს რა ვიცი ახლა ამ ნიანგის პოზიციაში თუ უბრალოდ ნიანგის
მსხვერპლის ბოლო მსხვერპლის პოზიციაში არ უნდა იყოს და უნდა შემოუერთეს ამ წინააღმდეგობას და როცა ქუჩაში რამდენიმე 1000 ადამიანია, ჯობია თუ ვიქნებით რამდენიმე 100,000 ადამიანი, რამდენიმე 100,000 ადამიანის ამ რეჟიმს კი არა, ნებისმიერ რეჟიმს ეშინია, ხო? რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიო, რა არის, როცა სახლში გივარდება ბანდიტი, უწევ წინააღმდეგობას, ხო არ ატან ოჯახის წევრებს, არა, ხო არ გაატან შვილს, ხო არ გაატან, არ ვიცი რა ვიცი, შენს ნაშრომს, ხო, უწევ წინააღმდეგობას, მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერია ის შენზე ფიზიკურად და რითი არის შეარაღებული და ასე შემდეგ, ხო? ჩვენს გვართებს წინააღმდეგობის გაწევა, სხვა რა უნდა დავიცვათ, საქართველოს სახელმწიფო უნდა დავიცვათ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ეს კანონი, როცა ვამბობთ, რომ გვეხება ყველას, ესე იგი ეხება საქართველოს სახელმწიფოს. ხო, რა უნდა სხვა კუთხით შეეხება, ეს აპათია როდის დასრულდება, აი შენი აზრით, სიტყვაზე, ანუ ხო ფაქტია, ხა ძალიან აპათიური განწყობა რაღაც საზოგადოება არის, აი ვერც კი ხვდები ის რეჟიმში გადასული და ვერც კი ხვდები რა მომენტში გააკეთებენ ეგენი რამეს, როდესაც ყველას ამოასხამს უბრალოდ და ყველანი მიუხვდებით რომ ყველას ამოასხამს. მაგის წინასწარ თქმა შეუძლებელია, ხო, ბოლო 200 წლის განმავლობაში არასოდეს არავის არ გამოუცნია წინასწარ, როდის დაემხობოდა ესე თუ ის რეჟიმი. რავი, დაწყებულა ეს სომხეთში წინა რეჟიმიდან და ამთავრებს საბჭოთა კავშირის დაშლით, ხო? წინასწარ ამის მიხედვა შეუძლებელია, შეიძლება იყოს ხვალ და შეიძლება იყოს 10 წლის მერე. არ არსებობს მეთოდი, რომელთაც გაზომავ, აი როდის შეიძლება დაემხოს ესა თუ ის რეჟიმი. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ, რა ვთქვით, პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ მივეხმაროთ ამ ხელისუფლებას შიშის დანერგვაში. და სხვა შორის ყველაზე კარგად ამ შიშის წინააღმდეგ მუშაობს დაცინვა. დაცინვა შაყირი გლიცინი, რომ აი ხო მიღეთ კანონები, ჭირდება ვნახოთ რა გამოგებათ. მეორე ის რომ არ უნდა მივცეთ რეჟიმს, ეხლა რეჟიმის პრობლემა რაშია, რომ კი უფრო მკაცრ კანონებს იღებს, მაგრამ თან უფრო და უფრო კარგავს მომხრეებს. აი 2012 წელს რაც ბიზნეს წინააღმდეგ იყო 5%, ხო, მე 10, მე 20, მე ეხლა რამდენია? ნუ ალბათ ბევრად უფრო მეტი, შეუდარებლად უფრო მეტი. 50 ალბათ მართლა იქნება. რა, ანუ 50% ჩუმი მოწინააღმდეგე მაინც იქნება მინიმუმ 50%. არა, ბევრად მეტი. ანუ შენ უშუალოდ 50 არის მომხრე? ანუ ღიას გარდა. არა, უყურებ მოწინააღმდეგე. ღია მომხრეების სხვათა შორის ძალიან შემცირებული ყავთ. ახლა ხო გვიწევს ადამიანთან ურთიერთობა და ხო ყველანი ვაღიარებთ, რომ ანუ ოცნებას მომხრები 2024-ში წავდა, 2025-ში წავდა და 6-შიც ეყოლება, მაგრამ მაგალითად შემცირებულია და პლუს აი ამაზეც მინდოდა მეორე ნაწილში ამ გადაცემის მეორე ნაწილში რომ ანუ აი ეს პროპაგანდა რა ამათმა პროპაგანდამ უკვე რაღაც მიმართულებებით რაღაცები ამოწურა რაღაცები ახლა არის პროპაგანდა ნახე როგორ შეიცვალა აქამდე იყო პროპაგანდა იყო რომ და ისეთ ეფექტურ მასში იყო რა მშვიდობა ან თავად მშვიდობა იყო 24-ში ძალიან კი ესეთი იყო რა იმუშავა ნუ ხო ბუნებრივია საქართველოს ცხოვრობ კაცი რა პოლიტიკურ პოზიციას არ უნდა იყო რა თქმა უნდა ფიქრობ რომ თავად მშვიდობა იყოს ულაპარაკოთ ახლა რა თქმა უნდა მაგას რა კი ყველას აქვს კეთილშობილება ყველას აქვს ემპათია ყველას აქვს მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ყველა ადამიანისთვის თავარია რომ საკუთარ ოჯახში საკუთარ ქვეყანაში იყოს მშვიდობა ულაპარაკოთ ესია და ესე იქნება კი ბატონო მაგრამ ეხა ამ მშვიდობის დამცველის როლიდან ქართული ოცნება გადავიდა deep state-თან მებრძოლი ფლაგმანის ხო როლში რომ აი ჩვენ აი ტრამპმა დაიმონა ის და ევროპა ამერიკა ხო დაიმონა რა ვიცი იაპონია კანადა ავსტრალია ყველაფერი ვენესუელა და აი ჩვენ ხმალამღებული მებრძვით deep state-ს ხო და აი მშვიდობის მტრედობიდან ამ თელ მსოფლიოსთან მებრძოლამდე ეს ერთი ნაბიჯი რაღაც შეუმჩნევლად გადაიდგა და და პრობლემა რა არის მაგათი რომ ეს deep state-ი ალბათ მაგათი მომხრეების სამომავლოდ არც იცის რა არის არც გაუგია საერთოდ და ანუ არ გაუგია რა არის თუ გაუგია არ იცის რა არის და ვისაც გაუგია იცის რა არის და იცის რატომ უნდა ვებრძოლოთ ეგეთი არის მარტო ზადა სათირიშვილი ალბათ იმდროს და ეს მესიჯი არის სულად გაუგებარი რა ვინ არის deep state-ი და რატომ ვებრძვით მარტო ჩვენ იქნებ კარგი რამეა და მეორე ეს ანუ ლეგიტიმურობის კრიზისი აქვს იმ გაგებით რომ ყველა ხდება რომ კი რამ კანონებს იღებენ და კანონებს რატო იღებენ რომ არის აი ნებისმიერი შეცდომა მათ შეიძლება ფატალობი აღმოჩნდეს თუ თქვა აი 2000
19 წელს გაბრუებლები გაიარეს და გადარჩნდა, იმიტომ რომ ხალხმა მაინც ჩათვალა რომ შეეშალათ ერთხელ რა მოხდა. აი სარალიძის პროტესტები გაიარეს, რუსული კანონი გაიარეს. ეხა პანდემია დაეხმარა კიდე ძალიან. პანდემიას დაჰო რა თქმა უნდა, ეხა პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ეხა უკვე იციან რომ აი ნებისმიერ შეცდომაში ფატალურად აღმოჩნდეს და ამიტომ არის მაქსიმალური კონტროლი, რომ აი GPS ლექტორებიც კი, ისინიც კი რა იცი სინამდვილეში კი ჩვენი მომხრეები არიან წერილებს წერენ ბატონო ბიძინა განაცვალეთ, მაგრამ რა იცი კუშას მიკრო. და ესე ძალიან ფართოდ არის გაშლილი ბადე და ძალიან ბევრ ადამიანს შეეხნენ, ძალიან ბევრ ადამიანს შეუქმნეს პრობლემა და კი აპათიაც იქნება, რა თქმა უნდა, შიშიც იქნება, ბევრ შეეშინება, ბევრი იყოს რომ გავჩუმდეთ, მაგრამ თავარი რაც რჩება არის ეს ჩუმი ბრაზი. ეს ბრაზი როდის ამოხეთქავს, კაცმა არ იცის. ამ ბრაზის თან თავის დაცვის საშუალება არის სტაბილური დიქტატურის შექმნა, როცა იცი რომ აი შემდეგ 10 წელი კიდე შენ იქნები, შენს მერე შენი შვილი იქნება, შენს მერე დანიშნული. მაგრამ ეგეთი დიქტატურას აქ ვერ შექმნი ბევრი მიზეზების გამო და პირველი მიზეზი არის უფლობა. ეგეთი რეჟიმი რო შეინახო, უნდა ყავდეს კი პოლიცია ყავთ, ის ყავთ, მაგრამ უნდა ესეც რა, ეს ბასიჯები რაც არიან ირანში, ეს ბოლივარული მილიცია. ანუ ვიღაც ტიტუშკები, რომლებიც ეს დადიან და ქუჩებში ხალხს ხოცავენ და ამაში. ეხლა ირანში რატომ მოხდა? ნუ ბევრი მიზეზის გამო მოხდა, მაგრამ ერთ-ერთი იყო რომ ამ თეირანში რო წყლის კრიზისი, მარტო რეჟიმის ტიტუშკებს ჰქონდათ უფლება რომ წყალი ეშოვათ თავისი ბიზნესისთვის, სოფლის მეურნეობისთვის რა. ეგეთი რეჟიმი უნდა შექმნა მაშინ და რითი უნდა შექმნა ეგეთი რეჟიმი? მაგის ფული არ აქვს. ეხლა ოცნებამ ცადა ჯერ, აი ამერიკას ჩამოშორდა, ევროპას ჩამოშორდა, მე დაიწყოს ჩინეთთან ფლირტი, რომელიც როგორც ჩანს დამთავრდა. კი, იმიტომ რომ ლიბერტის გაყიდვის თემა რო იყო, ანაკლიაში რა ხდება? არაფერი არ ხდება, ხო არც ანაკლიაში. რა ქვია იმას? აეროპორტიო, ჩინური აეროპორტი, არც ჩინური აეროპორტი. ეხლა 150 მილიონი დოლარი ჩაიდება ძველ აეროპორტშიო. ხო? კი ბატონო. საქართველოს მთავრობასთან შედახმებით და ესე იგი ახალი აეროპორტი არა, ახალი სტადიონი არა. და ანუ მთელი ფულის იმედი აქვს ამათ იმისგან, რომ ეს ვიღაც არაბი აფერისტი, რომელსაც ჩვენ ვაჩუქეთ ქართული უძრავი ქონების ორი მარგალიტი გონიო და ეს GPS მაგისთვის ხო არ უნდა? ხო ალბათ რა. ალბათ ეს cash-flow პრობლემა არის. კი ახლა ციფრები აჩვენებს ზრდას, მაგრამ იზრდება ისეთ სექტორები, რომელიც მაინც და მაინც ახლა IT რო იზრდება, რომელიც ანუ IT კომპანია არის საქართველოს რეგისტრირებული, საქართველოს შეიძლება არც ყავს თანამშრომელი და ის აჩვენებს უზარმაზარ ზრდას, მაგრამ ეს რა შეისახება არც არაფერში ხო. IT და განათლება, უცხოელი სტუდენტების. ხო, ეს უცხოელი სტუდენტების ამბავი, ეგ კიდე სრულად გაუგებარია ეს უცხოელი სტუდენტები თუ გაძევებას უპირებენ, მათი გაძევება პირდაპირ დაარტყავს უძრავი ქონების სექტორს. უძრავი ქონების სექტორი არის ის, რაშიც 20 მაგათი ფულის უდიდეს ნაწილია ჩადებული. ეგენი კიდე ხა ეგრე რომ მივდგეთ, კიდე ერთი შეცდომა რა არის, იცი რომ არავის არ უნდა იმაზე ბომბზე ცხოვრება, ანუ ის უცხოელი რომ შემოდის, დღეს გვაქვს ცხოვრობთ ინფორმაციის საუკუნეში, ანუ ძალიან ადვილია გაგება რა სიტუაცია რომ ვიღაც ქვეყანაში ან ჩამოხვალ და ბოლო გაიგებ რა, ეხლა რა მე შეიძლება მომიდეს ცხოვრება ქვეყანასაც კარი ნორმალური მუშაობის პირობები და ვიცი რომ ხვალ რაღაცა არაფეთქდება ახლა აქ თუ არასტაბილური დიქტატურა არავის არ იზიდავს მოდეს თქო სტაბილური დიქტატურა შეიძლება ბევრს იზიდავდეს რა პირობითად რო ავიღოთ ახლა სინგაპური არ არის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა რა მაგრამ იქ არის სტაბილურობა რა და იქ არის რაღაც ხედვა რომ აი ეს ქვეყანა ესე ვითარდება და ესე ვითარდება უკვე 10 წლეულებია რა. აი იქ კიდე ერთი მომენტი იქ არის. თავისუფალია ბაზარი, ანუ ეკონომიკა თავისუფალია, განსხვავებით თქვა საქართველოს. სასამართლო არსებობს და თავისუფალი ეკონომიკა არსებობს. აქ არ არის არანაირი თავისუფალი ეკონომიკა, არ არსებობს თავისუფალი ბიზნესი. ყველა ბიზნესმენი ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენი არის მიბმული მთავრობას, ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენი არის ახლა შეიძლება არსებობს რამდენიმე იშვიათი გამონაკლისი, ოღონდ ისინი შეიძლება წარმოადგენენ რაღაცა თქვა ისეთ ბრენდებს, რომელთანაც ჯერ ჭიდაობა არ უღირს ქართულ ოცნებას, არის მიბმული მთავრობას ყველა ბიზნესი და არის ამ კორუფციულ სქემაში და ხშოთ ამ რო ახსენა ჩინეთი. ჩინეთს საქართველოს აინტერესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აქვს გასასვლელი თუ ის დაკავშირებულია დასავლეთთან, როცა ხა დასავლეთთან ამხელა კედელი აღმართა, ჩინეთის ინტერესი ცხადია რომ გაქრებოდა. ჩინეთისთვის საინტერესო მაშინ ვართ მხოლოდ თუ ჩვენ წარმოვადგენთ
ფანჯარას თუ კარს დასავლეთისკენ და სხვა შემთხვევაში რატომ უნდა გქონდეს აქ ჩინეთს რაიმე ინტერესი და ხო ხედავთ ახლა ეს საერთაშორისო იზოლაცია მაშინას კი გამოჩნდა ხა აშხაბადის ის იყო რა ქვია შეხვედრა და ჩვენი ბედი აშხაბადში წყდებაო და აშხაბადში ცხოვნახეთ აი რუსებს რო გამოთქვა აქვს რაღაცა ბლუჟდაევში ფორვარდო აი ესე დაეხეტებოდა კობახიძე იქაც კი ხელს არ არწმევდა ნუ ანუ რაღაც აი არ მოვირის Facebook-ს დონეზე მაინც თუ ოქთ ამათ რუსეთთან დავაგებულია. რუსეთთან ურთიერთობაზე ერთი რამ უნდა გავიხსენოთ რა და მე ყოველთვის სტუდენტებს შეეთოვები ხოლმე მაგას. აფხაზეთის ომის მე როცა შევარდნაძე დაბრუნდა თბილისში და ფაქტობრივად შეერღებულ ძალების გარეშე იყო დარჩენილი ჯვადისტები შეტევაზე იყვნენ გადასულები გახსოვს რომ გაურიგდა რუსებს და რუსების თავდახმარებით გაანადგურა ეს ვედისტური შეერღებულ ომარა მე 2 წელიწადში კლავდა და მე ამის სანაცვლოდ რუსებს დაუთმო ყველაფერი. მიცა შევედით ესანგეში, დსთ-ში, მივეცით 4 სამხედრო ბაზა, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, კეთილმოწყობის შესახებ და რაც თავარია შევარდნაძე მიცა არაფორმულად რუსებს უფლება, რომ რუსეთს დაენიშნა საქართველოში ძალოვანი მინისტრები, ხო და გამოჩნდნენ იგორ გიორგაძე და ვარდიკ მონაკებეცი. და შევარდნაძე ამას ამართლებდა იმით, რომ აი მე რუსებს იმდენ რამე მივეცი, რომ ეხა რუსებთან მე უფრო ახლო ვარ ვიდრე აფხაზები, ვიდრე არძინბა. და ამიტომ პუტინი არ იყო ელცინი იყო. ელცინი. დემოკრატი. ხო და ელცინისთვის უფრო კომფორტულია ჩემთან ურთიერთობა ვიდრე არძინბასთან და ნახეთ ხალხო ეხა თქვენ აფხაზურ დემდროს პორტალ და აფხაზეთში დაგაბული. ყველაფერი მიცა რუსებს. მაგაზე საქართველოსგან დარჩა მარტო ადგილი რუკაზე, დროშა, გერბი და ჰიმნი. ანუ სუვერენიტეტზე უარი თქვა. ბაზები, SNG და მინისტრების დანიშვნა. და დამთავრდა გემბა. წელიწად ნახევარში რუსების მიერ დანიშნულმა მან იგორ გიორგაძემ მოაწყო ტერაქტი შევარდნაძეზე, რომელსაც სასწაულად გადაურჩა რა. კი, ბედად გადაურჩა. მახსოვს დღემდე კადრები. ხო, ყველას მახსოვს ახლა. მაისური დროის. ხო, ახლა ლეგენდარული მაისური. მაისური ეგ არის თუ მეორე? არა, მაისური პირველია. მაისური პირველია და მე 3 წელიწადში მეორედ კლავდა. გოჩა ესებუას ტერაქტი რაც იყო, მან ეგეთი მსგავსი არ მოხდა. არა, იქ მაისური დროის ეგ კადრებია, ხო? და თუ გახსოვთ იქ ალიევი ურეკავს და იმიტომ რომ მაშინ ეს სტამბოლის სამიტი, ეუთო სტამბოლის სამიტი მზადდება და სადაც ეს ბაზების საკითხია და ავტოფსადენის ამბავია და გახსოვთ ალიევს ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ალიევი ახლა სხვა რაღაცას ლაპარაკობს და ეგე ჩვეულებრივი განცხადება არის რომ მაგასაც იტყვებიან და ეს არის რა ქვია რუსეთისთვის რუსეთისთვის კარგი ხელისუფლება ხო რუსეთთვის კარგი არის არარსებული ხელისუფლება რუსეთთვის კარგი არის აი მხედრიორის თარეში პირობითად რომ ამ ქვეყანას არ კონდეს არანაირი გეოპოლიტიკური თვითონ არ აქვს იმის თავი რომ სრულად აკონტროლოს არა ხო და ძნელია ეს თუ ეს არ აქვს მაშინ აწყობს ქაოსი თუ გაკონტროლოს მართული ქაოსი სხვა შემთხვევაში საერთოდ უბრალოდ არ უნდა მას ქართული სახელმწიფოებრიობა დებატებზე არ გვილაპარაკ არ მინდა ამის მიმართულებით რომ წავიდეთ ეხლა მინდა პროპაგანდის მიმართულებით წავიდეთ აი შოთა შემთხვი რომ აი deep state რა ხოლმე ზაზა შათიაშვილმა იცის რა არის რა ზაზა შათიაშვილმა იცის იმიტომ რომ ხან ერთია, ხან მეორეა და ამ შემდეგ, მაგრამ მოდი აი ამოვიდეთ ამათი პროპაგანდის გზავნილებიდან, რაც იყო წელიწად ნახევრის წინ. რა? ანუ წელიწად ნახევრის წინ 2024 წელს ამათი პროპაგანდა იყო, რა, რაც მახსოვს, თუ რამე გამომჩა შემახსენეთ. არა ომს კი მშვიდობას და რავი, სულ უფრო ნაკლებ ადამიანს ჯერა ალბათ რომ ჯუანშერ ბურჭულაძის და ირაკლი ღარიბაშვილის თუ გრიგოლ ლილუაშვილის მათ მიერვე ბრალდებულების და ღარიბაშვილის საპროცესო დადებული, ანუ ამ ადამიანების დაშინება იყო ან სადმე ჩათრება შეუძლებელი, შეურაცხყოფა ელემენტარულად მთელი ქვეყნის, როდესაც დაქირავებული თურქი მენეჯერი ყიდულობს შენი უსაფრთხოების უფროს $1 მილიონ რა. ანუ თანხა ძალიან ცოტაა, ფაქტიც ძალიან აღმაშფოთებელია და ასე შემდეგ. რა დაქირავებულმა ტიპმა ერთი შემთხვევა რაც ვიცი. კიდე რამდენია? მაგათგანვე ვიცით. ანუ ეგ ის შემთხვევა იყო, რომელიც არ აქამდე არსად არ ყოფილა წამოდებტივებული. აი, ამათი სადმე ჩათრევა და ეს ხო ნონსენსია. კაი. მეორე ეს გლობალური ომის პარტია თავიდან რაც ჰქონდათ რა, რომ გლობალური ომის პარტია მართლა არის შეთქმულების თეორია, რომელიც ქართულია. ანუ სხვა არავის არ ქონია. მე გლობალური ომის პარტია ადგენენ და deep state-ად გადააკეთეს და ესეც
თავიანთი პროპაგანდა აი არა, იმიტომ ტრამპი რო ახსენებდა deep states. ეს რო აი ტრამპი რო ლაპარაკობს ჩვენც ეგ მაგას მაგას მიაბეს გეტყვი ტრამპის უსხარამეს გულისხმობს. არა კაცო, სულში ხა ტრამპს ხოლმე. შევეშვა ტრამპი შეეშვა მაგას. ტრამპი შეეშვა მაგას ერთ თვეშივე. ერთ თვეშივე შეეშვა. ტრამპი გულისხმობდა ბიუროკრატიას. მორჩა გათავდა, მაგრამ შეეშვა მაგას მაგრამ ჭარბ ბიუროკრატიას. ჭარბ ბიუროკრატიას. ჭარბი ამა თუ აქვს ბიუროკრატია ეგეთი უნდა. კი, მაგრამ მაგას შევეშვა. მე ამ deep state-ი მიაბეს გლობალური ომის პარტიას და ამის პროპაგანდა ხდებოდა TikTok-ზე და ყველგან თავიანთი იმეებით. მაგალითად ლუკა ეხვაია იყო ერთ-ერთი ფუკოს ხანქარა და რომელიც ყაველაშვილთან მუშაობს. ყაველაშვილის ჩეველი რო არის. ეხა ანუ იმან დაიმსახურა დაასაქმეს, პირობითა დავიღოთ ეგრე და ანუ მე ეხლა უკვე დღეს რა ბიჭო აი სასაცილოა რა წარმოიდგინე არსებობს რაღაც ყოვლის შემძლე გაერთიანება ადამიანების რომლებსაც არავინ არაფერი არ იცის მაგრამ სიტყვაზე გლდანში ვიღაცა ჭიჭიკომიც ის და იცის ზაზამ და ვიღაცებმა იციან ჭიჭიკო და ზაზა ამას ამარცხებენ ბიჭო იპონით ამარცხებენ ყოველჯერზე რა მოდის ეს საწყალი deep state-ი სოფლიო დაამარცხა და ერთი პინგვინი დარჩა და ერთი ზაზა ერთი ზებრა და ერთი ზებრა მეტი ყველა დაამარცხა და ანუ ნონსენსია რა აი ნონსენსი როგორ ეხლა მაგალითად არის ორბანის არჩევნები ხო აპრილში ხო დევიზი რა აქვს ორბანს იგივეა არა რო უკრაინას ომში ეს ბოდიში უკრაინას შუაშია და უნგრეთს ომში არ ჩავითრებთ ორბანი ამბობს რომ უნგრეთმაო გაითვალისწინაო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შეცდომებია და აწიო მესამე მსოფლიოში ვერავინ ჩავითრებს ამ შემთხვევაში უყურე აი იმის თქვა რომ საქართველოს ომში ვერ ჩაითრებთ უფრო რაციონალურია ვიდრე რომ უნგრეთს ომში ვერ ჩაითრებთ საქართველოსაც ესაზღვრება ხო და კი მაგრამ უყურე რას გეუბნები რომ ნუ მაინც ეგარი კამპანია არ შეიძლება ეს რაციონალური რაც იყო 24-ში რაციონალური იყო 25-ში კიდე შეიძლება მაგრამ უკვე სასაცილო და საღადაო რატო ხდება იცი უნდა სერიოზულად უკვე ამაზე ვეღარ იმშევ როგორ უნდა იმშელო ამაზე სერიოზულად ეხლა სხვასაც შეეხება კიდე ბოდიში აფხაზებს და ოსებსო და ნუ ყველა აღშფოთდა და მეც აღშფოთებული ვიყავ იმიტომ რომ სოხუმელი ვარ და არაფერი საბოდიშო მე ჩემს აფხაზ თანამოქალაქეებთან და მამაჩემის აფხაზ მაგაცებთან მე არაფერი არ მაქვს რა შევეშვათ ახლა ამას აი ბოდიშს ესო მე აი ჩვეულებრივი მომხრეები მე მეუბნებოდა რომ აი ეს ყველაფერი დაალაგებულია რუსეთი აი ნახა 25-ში რუსეთი აბრუნებს აფხაზეთს როგორც აქამდე არაფერი დაუბრუნებია და როგორც 93-ში ბოლოს ნახე მე აფხაზეთი ისე ვარ დღესაც ხო ასე იქნება კიდევაც ხო არაფერი ამ ხრივ ძრა არ მომხდარა ახლოცაც კი არა ვარ ხო ანუ ეს მესიჯი ჩაიშალა ერთი იყო კიდე რომ უკრაინას უნდა წაეგო ომი ეგ თუ გახსოვთ იყო ამაზე რომ აი ეს ომი მორჩება ან უკრაინა დამარცხდება ან ომი მორჩება მშულობა კაცო თავი ის არის რომ თავის კი არის რომ ძველი დაუპირება შეასრულო ხო ეხლა ეს ძველი დაუპირება ყველაფერი წავიდა ეხლა მთავარია ვებრძვით სიძვირეს მე იქნება მემბრის იქნება სიძვირეს ხო ვერ დაამარცხებ ეხლა ნუ ინფლაცია არის არ არის ხო ეხლა ინფლაცია მოიმატა ფასება მოიმატა ეხლა რა სუსი როგორ ნებძულოს ინფლაციას ხო თუ ინფლაციას ბრძოლობენ სხვა ერთ ნებძულო შეიძლება მემბრის იყოს დევიზი რომ ვებრძვით იმას რა ქვია ბორდელებს და ერი უნდა დაიურესოთ ვებრძოლოთ ბორდელებს მე შეიძლება ვთქვათ რომ ვებრძვით იმას რა ქვია რა ვიცი მე ბენზოკალუნკების მაფიას. აი პუტინს ერთ-ერთ არჩევნებზე დევიზი ჰქონდა პუტინი და ხალხი ოლიგარქების წინააღმდეგ. თან თვითონ ამ ოლიგარქები. პუტინი და ხალხი ოლიგარქების წინააღმდეგ და ეს ოლიგარქები ვინ არიან? და მთავარი ოლიგარქი ვინ არის? რა მნიშვნელობა აქვს? ვებრძვით ბეღურებს როგორც მაღოძედ უნდა ებრძოდა. ანუ ეს არ უნდა შეფასო. ეს არ უნდა ანუ პროპაგანდის ჯერად არა, იმიტომ რომ ეს მართალია, არამედ იმიტომ რომ თუ არ დაიჯერებ თავს გაგიტეხავ და ვიღაცა ფიქრობენ რომ არა პროპაგანდის ეს ნაწილი ზურა მე მგონი ნაწილი მაინც ჯერ კიდე მუშაობს ახლა აი ხო არის რაღაცა ნაწილი თქვათ საზოგადოების შენც ახსენე რომელიც აი წარმოვიდგინოთ რა ზოგადად ქართული ოცნების თავარი მოკავშირეები არიან სიღარიბე და გაუნათლებლობა სიღარიბე იმიტომ რომ ადვილია ასეთი ხალხის ყიდვა ვინც თქვათ სიდუხჭირეშია და გაუნათლებლობა იმიტომ რომ ყველაზე ადვილია პროპაგანდა ამუშავ ასეთ ხალხის წინააღმდეგ. ხო ახლა როგორ შეიძლება გჯეროდეს იმის რომ 20-25-ში რუსეთი რამეს დაგიბრუნებს, როცა 1793 წლიდან როცა ქართკახეთსა და რუსეთს შორის დაიდო შეთანხმება, კიდევ ერთხელ პაპუაშვილმა და კობახიძემ არიციან და ამბობენ რომ საქართველოს დადო შეთანხმება. არა, ქართკახეთმა დადო იმერეთი, სამეგრელო, გურია და სვანეთი და ის საერთოდ არ არის ამ შეთანხმების ნაწილი, ხო? იმ დღიდან მოყოლებული მარტო საქართველოს ტერიტორიებს ართმევს იპყრობს ან კიდევ საქართველოს ტერიტორიებს ასხვისებს ხო ამით არის რუსეთი დაკავება რა შეიძლება შეიცვალოს 2025-ში როცა შოთამას მოიყვანა მაგალითი როცა ყოფილა
პირდაპირ რუსული ხელისუფლებები უფრო ადრეს თქვა, აი 1921 წელს ხიშტებით ხო დაამყარეს არა აქ რუსული მართლობა ამის შემდეგ გვაქვს ტერიტორიები დაკარგული. ანუ აი პირდაპირ რა ვიცი მას რომ ემორჩილებოდნენ ხო მიუხედავად ამისა მაინც ქართული ტერიტორიები გაასვისა. მაგრამ აი ამ ყველაფრის მიუხედავად ხო გარე რა რომ გარემ საქართველოს ახლა საწავი აი სად არის ეს ხო 20-20-ისთვის ჰქონდათ ეს პროპაგანდისტული ეს გზავნილი. აი ომის გზავნილს რაც შეეხარ ხო მაგრამ აი ხო ნახეთ რომ მაინც აი ეს რაღაცა ვიღაცებს ჰქონდა მაინც იმის რწმენა რომ კი ახლა აი 20-25-ში ესენი ამას რაღაცას რუსები რაღაცას დაგვიბრუნებენ. ომის თემა მე მგონია რომ ეს თემა არ ამოუწურავთ რა რატომ არ აი ორბანიც იყენებს რატომ არ ამოუწურავთ ახლა ჩვენ თუ ავიღებთ ხო აი მასლოუს პირამიდა რაც გინდა რა ყველაზე მთავარი რაც ადამიანს აწუხებს როგორც ცოცხალ არსებას არის უსაფრთხოება ყველაფერი დანარჩენი არის უსაფრთხოების ქვეშ ყველაფერი კეთილდღეობა იქნება ის იქნება ეს იქნება მთავარი არის უსაფრთხოება მთავარი არის რომ ვიყოთ ცოცხალი პროპაგანდა ამაზე აქვს აგებული ხო რომ რას ეხება ეს უსაფრთხოებას ეხება ხო ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები ხო რომელიც ახლა ეს პროპაგანდა თან არ დაწყებულა 2012-ში როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ გაცილებით ადრეა ეს ყველაფერი დაწყებული ეს ყველაფერი დაწყებული არის მე თუ მკითხავთ საერთოდ არ ვიცი ვარდების რევოლუციის შემდეგ ან კიდევ შეიძლება ცოტა უფრო ადრეც ხო შეიძლება 11 სექტემბრის მერე ხო როცა თქვა საქართველოს გარშემო რაღაცა მეთოდები საერთოდ საკუთაა კგბ-ში ხო რა თქმა უნდა იგივეა ხო ხა ნებისმიერი ადამიანი ხო როცა წარმოიდგინეთ როცა აი ამ 25 წლიანი პროპაგანდა აქვს 20 წლიანი პროპაგანდა აქვს როცა 20 წლის განმავლობაში აშინებენ ხო ხა როცა უყურებს რომ აუ იქ ის არის ამათ არხებზე მარტო ომის ჩვენებაა და TikTok-ზეც მარტო ომის ჩვენებაა ხო აი სადღაც ხო ეს თქვა 2008 წლის აგვისტო შედარებით მაინც თქვა კიდევ ახალი ტრამვაა ხო როცა ხედავენ რომ აი 2014-ში ყირიმი და აგერ ობამას ადმინისტრაციას, მერკელის ადმინისტრაციას პასუხი არ ქონია, ხო? როცა ეს ყველაფერი სადღაც დაგროვილი ხო აქვს მეხსიერებაში, ხო? და როცა ეს დაბომბვა ხდება, ხო, ასეთი ტიპის პროპაგანდით, ხო? სადღაც ზურგის ტვინით ადამიანს მაინც ეშინია და ამბობს რომ ხო კი ბატონო სიძვირია კი ბატონო აგერ საერთოდ საქართველოს დაქუცმაცებას აპირებს ეს მგონი ახლა ბოდიში აბა სხვას არაფერს და ბოდიში თუ გაქვს მოსახდელი ესე იგი დანაშაული გაქვს ჩადენილი და დანაშაული თუ გაქვს ჩადენილი ამაზე პასუხი არის ის რაც არ ვიცი დაემართავ თქვა სერბეთს კოსოვოს სახით ხო ანუ ამას აპირებენ ხო აი მიუხედავად აი ამ ყველაფრისა ხო აი ეს უსაფრთხოების მომენტი გამოდის მაინც წინა პლანზე და ეს არის რომ ეს პროპაგანდა ჯერ კიდევ ჩემი აზრით ჯერ კიდევ ეს მუშაობს და მე ხა რა ჩოთან თქვა ხო არ გააკეთებენ ამას სხვა რაღაცას შემოგიგდებენ ხო თორე ხო სიგიჟია ეხლა რაც ქონდა თქვა არ ვიცი აი სხვა თემები რა რომელიც გინდა ხო გარეჯი საქართველოს რა მოხდა გარეჯი საქართველოსთან დაკავშირებით მაგაზე მინდოდა ზუსტად ისა რა აქცენტირება რა აი აქეთკენ მივდივედი რა არის ეგეთი მეთოდი რა ანუ Firehood of falsehood ქვია ინგლისურად, ანუ ეს მეთოდია არის ესე ვთქვათ რა აუდიტორიის საზოგადოების ხალხის რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის ქვეშ პირობითად ჩამარხო. ანუ საზოგადოება ეგ ხდება ახლა. ხო, პროპაგანდისტის მნიშვნელოვანი არა შენ რამე დაიჯერო. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რომ შენ რამე დაიჯერო, მაგალითად ისიც კი არა მათ მნიშვნელოვანი რომ შენ იყო ოცნების მომხრე და გჯეროდეს რომ არა, თავარია ტვინებში შექმნა ქაოსი. თავარია ისეთ სტრატეგიული ბუნდოვანება, ეგ არის. ზუსტად ისეთ ბუნდოვანებაში და ქაოსში იყო შენი ტვინი რომ არ იცოდე ვის დაუჯერო. აი ესე იძახდე რომ უნდა შექმნას განცდა რომ არავის ნდობა არ შეიძლება ძმაო. განცდა რომ არავის ნდობა არ შეიძლება, ყველა გატყუებს სიმართლე არსად არ არის და პლუს მეორე ყოველ დღე ან ორ დღეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ რაღაც ახალზე უნდა გადადიოდე მე ეს ახალი შეიძლება მეორდებოდეს სხვა სახით მაგალითად გარეჯი საქართველოა შეიძლება სხვა სახით გამეორდეს შეიძლება ვთქვათ
სულ სხვა იმას შეიძლება იყოს, რომ აი ოპიზა საქართველოა, ოშკი საქართველო არ აქვს მნიშვნელობა, ანუ გამეორებას აქვს მნიშვნელობა და დაბომბვას, კი ბატონო, დაბომბვას აქვს მნიშვნელობა და შენაბობდი, რომ ანუ ამ ხალხს იმდენ ინფორმაციას აწვდიდა, ეს ინფორმაცია იმდენ ხშირად ცვლის ერთმანეთს, რომ კაცმა არ იცის რაზე უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო. ნახე, მანამდე ამბობდნენ, რომ ეხლა ტრამპი მოვა 20 იანვარს და ყველაფერი დაალაგდება და ახლა აცხადებენ, რომ ტრამპი არის deep state. ნახეთ, აი ეს ბუნდოვანება უნდა შექმნა ზუსტად ადამიანების თინაში უნდა იყოს ქაოსი. ცოტას რაზე ქონდას რეაქცია? ახლა ამ კანონში ცვლილებაზე იქ უნივერსიტეტი ერთიანდება იქრა. ანუ ამ deep state-ში ერთი რა არის კიდე ამათთვის მნიშვნელოვანი, რომ განცდა უნდა შეიქმნას, რომ ჯერ ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ გავიგებთ ზმაო და მეორე რომ ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ შევცვლით რა. იმიტომ რომ ყველაფერი აქ ხო არ წყდება, ყველაფერი იქ წყდება სადღაც. ხო და ამიტომ თუ ყველაფერი იქ წყდება, ეხა შენ გამოხვიდე აქტიურო, იქ რაღაც ილაპარაკო, მიტინგზე მიხვიდე, რა აზრი აქვს ზმაო? თუ ყველაფერი იქ წყდება რა. ეს შეთქმულების თეორიები საბოლოო ჯამში აკვდება ხოლმე ავტოკრატიას რა და მაგიტო არის რომ ეგეთ ქვეყნებში არის ეს თეორიები ძალიან დემოკრატიულებს არის გავრცელებული ბევრი ხა ამერიკაში განსაკუთრებით რა. ამ ავტოკრატიებში ძალიან უყვართ ამ შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და აქაც ახლა კონსპირაციები. ხო რაღაცა მე ამას ტრისხატი ზოგადად ტრისხატი ხო ჭირდება ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს. ხარა და თან ის მთავარი ამბავი რომ მაინც ყველაფერს სხვაგან წყდება რა და ახლა შენ რატო უნდა იწვარო? მაინც ვერაფერს შენ. მაინც ხობრებს ვერ შენ. შენ წყაროთი პროტეზე მაინც ვერაფერს. შენ წყაროთი ყავი. აპათიაზეც ცოტა მე ვისამაქან რაღაც ნაწილში შეიძლება არის აპათია, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, რომ თქვა რაღაცა სრული აპათია ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ხედავთ ხოლმე რომ რაღაც პერიოდულად ისევ რამდენიმე ათეული 1000 ადამიანი დგას პროტესტზე და მე არ მგონია რომ ეს პროტესტი სადმე წავიდა და ეს ბრაზი სადმე არის წასული, რა ვიცი, შესაძლებელია სხვა შეიძლება ესე ჩანდეს რომ რაღაც აპათია მოიცვა ქვეყანა, მაგრამ არ მგონია რომ რაღაც ნაწილი საზოგადოების ალბათ კი ხა პროპაგანდას თავის როლს ცხადია ასრულებს, მაგრამ მე არ მგონია რომ მაინც აპათია იყოს ჩვენთან დასადგურებული. ანუ არის მოროდინი რომ რაღაცა იქნება. ანუ ეს ცნობილი ხუმრობა რომ გერბზე უნდა ძალაერთობაში შესმაგროთ დავაწეროთ რაღაცა იქნება, არის ძალიან აქტუალური. რადგან რომ ეს განცდა მაინც მე მგონია რომ კი დიქტატურის დამყარება უნდათ, კი ნაწილობრივ მიაღწიეს, მაგრამ აი სტაბილური დიქტატურის დამყარება, რომელიც შეცვლას უკვე შეუძლებელია, არის მიუღწეველი ამოცანა და ამ გზაზე სადღაც აი მან რასაც თავად რა არის ამათ უნდა ანუ საზოგადოება შეუძლია ბევრი შეცდომა დაუშვას. მაგრამ თავრობისთვის ერთ შეცდომა შეიძლება ფატალობია გამოდგეს. და თან ახლა ამ ვითარებაში როცა არიან სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და ერთი არაბის გარდა კაცი არ აყავთ მომკითხავი. ეს ისევ დუბაიში წასულა. გუბახით. ჯო, მარშრუტი რა არის? დადის თემურლენგის მარშრუტით. აშხაბადი, ტაშკენტი, დუბაი, აბუ-დაბი, რაღაცა. მე მითხრეს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს უთქვამთ, რომ მე რამდენი წრეზე არიან, უკვე სალაპარაკოც აღარაფერი არ ამდენი, რა უნდა თურქანებს ანუ ალბათ შეიძლება დარჩენილ და ისე სულ კიდე, მაგრამ ეხლა უკვე ამ საკითხს დავუბრუნდეთ, რომ აი შედასაც ამბობ რა, სამ დისკუსიის თემაზე გადავალთ. აი შედასაც ამბობ მან დიქტატურის დამყარებაში რა, ბევრნაირი დიქტატურა ყოფილა, ბევრნაირი დიქტატურა არსებობს და კიდე იქნება, ბუნებრივია ისტორიაში და ზოგადად ისტორია და საქართველოს ისტორია თუ კარგად იცი, ადამიანმა არ უნდა თქვა რომ აი მე აქ ბელარუსი არ გამოვა და ის არ გამოვა და ეს არ გამოვა და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს თუ არის რაღაც ხელშემწყობი გარემოებები. ეხლა ამათ რაც არ უწყობთ ხელს, აი შერაშიც ხარ მართალი და ბელარუსი რუსეთის ნაწილია უკვე დამთავრდა და ამ ლუკაშენკომ რუსული სახელმწიფო, ბოდიშ ბელარუსული სახელმწიფოება გაყიდა რეჟიმის შერაცხნების სანაცვლოდ. კი ბატონო. და რუსებმა ეს ქნეს აქ 20-20-ის პროტესტები რუსებმა ჩაახშეს სისხლში და შედეგი რა იყო რომ როცა დაიწყო ომი უკრაინაში პირველად რუსული კოლონიები შევიდა ბელარუსიდან. კი ბატონო, კი, მაგრამ მე სხვა რაღაც კამინა რომ აქ რო დამყონ ბიჭო დიქტატურა ამათ რა. ანუ უნდა იყოს ყოველთვის არსებობს ეგეთი რაღაცა სოციალური კონტრაქტი, პოლიტიკური მეცნიერების. რუსის ჯარი თუ შეგუა დაამყარებს თვითონ რას იზავს. მაგას იქნება, როგორ უნდა დაამყარონ? ანუ რა ბერკეტები აქვთ ამათ, ხო? ძალოვანი რესურსი რაც იყენებენ წკიპზე აქვთ გამოყენების მაინც რა, რა რესურსიც აქვთ, ეგ რესურსი არ მგონია რომ ძალიან დიდად გადიდეს რა. ეხლა ჯარს ვერ ჩართავენ ეგენი ვერაფერში, იმიტომ რომ ჯარი რო ჩართონ ჯარი რა შეუჩართონ ტროტუარებზე ხალხს ხوار დააჭერენ რა ეხანა რა ძალოვანი რესურსი რაც აქვთ, ეს აქვთ რა. ჯარის ჩართვა გამორიცხულია, ხო? რუსის ჯარს თუ ჩამოიყვნენ, მე gar ვიცი, ეგეც
მეორე რისკია კიდე ის რუსის ჯარი ამათ რას უზამს, თუმცა იგივე მაგალითებიდან გამომდინარე, რაც შემოიყვანე. ხო, კი ბატონო, რა სჭირდებათ მაშინ იმის პაპუაშვილი ან კობახიძე. მაგრამ ისიც არის რომ რუსეთსაც უნდა გქონდეს. კი, რესურსი რომ ეს აი, საერთოდ მიმყავს რა საბოლოო ჯამში, სოციალური კონტრაქტი რა უნდა გქონდეთ. სინგაპურში მაგალითად ლიკუანიუს ჰქონდა იმანს დიდ დემოკრატი ნახდარ ყოფილა. იმას ჰქონდა თავის სოციალური კონტრაქტი. არაბეთში, დუბაიში არის თავის სოციალური კონტრაქტი, ყატარში თავის სოციალური კონტრაქტია პირობითად და ასე შემდეგ. ხო, აი, აბსოლუტური მონარქია იქნება თუ კონსტიტუციური თუ რაღაც პინოჩეტის გავსი დიქტატურა, იქ ყოველთვის არსებობს რაღაც პირობითი შეთანხმება, ბუნებრივია ხო, წერილობით არსად არა ეს მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის, თორე სხვა ვარიანტი შენ დიდხანს ვერ გაძლებ. ნუ აფრიკული ქვეყნები ვით იქნება მაშინ რა, როცა ნებისმიერ რაღაც პერიოდში ვიღაც იცვლება. იქ არის რომ ვისაც მე უფრო მეტი შეერაღებული ხალხი ხავს, ის მართავს ქვეყანას. აქაც ეგ ხო და ამათი ის რა არის? ანუ ესე რას პირდებიან საზოგადოებას რომ აქაც ეგ არის, რასაც ვისაც უფრო მეტი შეერაღებული ყოფიანი კაცი ყავს, აქაც ეგ არის. დღეს ეგ გაჩნდების ხურში მოკვდება. ყველათ იყავ. და სხვანაირად ხა რასაც შენამ მაღალთან და ღვեկთან რა კონტრაქტი აქვს? რომ სოფლები რო დაგენგრევათ, მე რა 30000 ხაუზობები. არაფერი, მე თოთიანი კაცი ყავს მე. ხმარ უნდა ამოი. რამდენი ეღოცნება? 90 ალბათ 15%, ხო? ისე იმდეს აიღებს. არ აიღებს და იმ 30000-საც არ მიცემენ, ეგ არის კონტრაქტი. ხო, მაგრამ ძალიან ცუდი კონტრაქტია, ანუ ეს კონტრაქტი აუცილებლად წაატეხინებთ ცხვირს. ეს არა ის კონტრაქტი, რითაც სერიოზული უსაფრთხოების აპარატის გარეშე რაღაც რუმინეთის სეკურიტატე რო იყო და გერმანიის შტაზი მაგის გარეშე აქ ვერ დაიჭერა. ხო და მაგას უნდა იმდენი ფული და იმდენი რესურსი, რომელიც ამათ არ აქვს. ხო, მანდ და კიდე უფრო ნაკლები ექნებათ. ეხა იცი რა არის? ერთი ამბავიც არის რა, ეხა მიუხედავად იმისა, რომ თქვა მეორე ქვეყნებმა სანქციები დაადეს, ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დღემდე აფინანსებენ ძალიან ხელგაშლილად მას რა ქვია, ქართულ ოცნებას. განსაკუთრებით აზიის განვითარების ბანკი. უზომოდ. იმდენ ფულს აძლევენ, ამდენს არ მივუციეთ. და ეგ ფულიც აღარ იქნება მე სად მივდივართ. გეუბნებით, ანუ ამათი მთელი ეს მომავლის იმედი არის რაზე, რომ რაღაცა იქ სანქცირებული ნავთობი მაშინ ბათუმში და ეს არაბული რაღაცა ფანტომური ინვესტიცია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ზიზღს და აგრესიას იწვევს. თუ რამაზე არის ხალხის კონსენსუსი, შეიძლება ბევრზე არაფერზე არ არის, მაგრამ არის მაგ თემაზე, რომ აი ეს ხალხი აქ ჩვენ არაბული ქალაქები არაფერში არ გვჭირდება. ეს აზიის განვითარების ფულის და ხა ეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ფული, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, ეს ფული შეიძლება გაჩერდეს მას შემდეგ, რაც ეს EUTOS მოსკოვის მექანიზმით ექსპერტები დადებენ რაღაცა დასწრებას, თუ კასიჭამია რეჟიმია, კასიჭამია რეჟიმს ფინანსურად აღარ ვეხმარებით, ანუ ეგეთ ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. იმდენად აი საერთაშორისო სამართალმა იმდენად უკან პლანზე გადაიწია და იმდენად სულად გაურკვევლობა რა იქნება სოფლიოში ხვალ რო ყველა ცდილობს რომ ფრთხილად იყოს და ამ ბრძოლაში იმ შემთხვევაში როცა ყველა ცდილობს რომ ფრთხილად იყოს ქართული ოცნება ის უდად პირიქით იქცევა და განსაკუთრებით აგრესიულია ყველას მიმართ. ეგ კიდევ უფრო საოცრება, ანუ ტრამპის მიმართ დაიწყეს აგრესიულად ყოფნა და ტრამპის მიმართ აგრესიული პუტინიც კი არაა. დმიტრიევი ყოველ დღე ცდილობს რომ ანუ აი მაგას ვერ ხვდები. რა. ანუ ეგ რაციონალურობას იქეთაა, რომ ან ტრამპს მაინც შეეშვი. კაი, შეეშვი იმას, რომ ტრამპი მოვა და დაალაგებს იქ ზარქვა რო იძახდა და იმედები ქონდა და რაღაც. კობახიძე ამბობდა, რომ ტრამპი როგორც იტყვის, ესე იქნება. ხო, კობახიძე ამბობდა, უკაცრავად არასდროს მახსოვს. და მეცაც გეტყვი, არა. წინა საარჩევნო კამპანიის დროს თვითონ ბიძინა ივანიშვილიც ამბობდა, რომ ჩემი გათვლებით იანვარში ომიც უნდა შეწყვეტილიყო უკრაინაში და საერთოდ უნდა გადალაგებულიყო სოფლიო იანვარში. ანუ ისიც ლაპარაკობდა 20 იანვარს, როცა პრეზიდენტი ტრამპი შევიდოდა მეორედ ოფისში. ეგეც ფასებს დაწევას თავით არის რა. ეგ არის ლევანდელი მესეჯი ფასებს დავწერთ. მომავალს მესეჯი იქნება ფასებს ავწერთ. პროპაგანდის მიზანი ის ხო არა რაღაცას, რასაც ვიტყვი შევასრულო. პროპაგანდის მესეჯი არის, რომ იმ მომენტში და კიდე რაღაცა ძალიან მოკლე პერიოდი ამან იმუშავოს. ეს გასაგებია, ეს შიდა ავტორია. აი ეს ხალხი სად არის მართლა გარეჯი საქართველოა რო დარბოდა. ეს საკითხი აღარ აინტერესებს. ის ცხოველია მაგის გამო არც ერთს. არა, მაგრამ მე აი პროპაგანდა რომ ის ორი კაცი რო ჩასვეს ის ივერი მელაშვილი და სულ არაფრის გამო. ეს მithom არაფერი ხო. თან ის სამშობლოს ღალატი და სამშობლოს გაყიდა. მეტი რა უნდა დაგაბრუნოს. სამშობლო გაყიდეს ამ ხალხმა, აი დავით გარეჯი მიყიდეს თათრებს.
ხო, არა, ეს ადამიანები ხა რო კითხო, ხა ეს ხალხის ნახევარი ხა ვით კამპანიასთან ხა ოპოზიციაშია, მაგრამ ვინმეს უთქვია რომ არ მოვიქეთეთ სწორად? პარადოქსი არის შემდეგში რა, რომ ანუ ისევ და ისევ ტრამპმა კაი ამათ არ დაუჭირა მხარი, ტრამპთან ამათ ვერ დაალაგეს და ვერაფერი და ვერაფერი. რა უნდა დაელეგებინათ, რა უნდა შეეთავაზებინათ? იქეთ რატო უვარდებიან? იქეთ რაღაც ერთშიან, რა უნდათ? ხო, ეს წერილებს ამბობ ძალიან უცნაური. ამ წერილებს ვინც იქეთ რატო გაუვარდნენ და რატო ამბობენ ახლა ყოველ მე მაქვს მაგაზი ახსნა. ჩემი აზრით ეს პრობლემა რაც აქვს ლეგიტიმაციის და საერთაშორისო იზოლაციის, ეს უბიძგებს მათ ასეთი სასოწარკვეთილი ქმედებებისკენ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვიდა, ანუ ლობისტები ხო ყავთ ჩართული, მათ შორის ზოგიერთი სპორტსმენი ლობისტობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლობისტური ჯგუფები ყავთ დაქირავებული. ეს სხვა შორის ეს კანონით ეგეც იგრძალება და კანონი მათ არ ეხებათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლობისტური მთავრობაზე არ არის, მათ კერძო პირებსაც ყავთ დაქირავებული ლობისტური ჯგუფები. თუ ვინმე საქართველოს შემთხვევით ტრამპზე რამე ცუდი თქვა საპროტესტო აქციების მონაწილეობა პოლიტიკოს ოპოზიციონერმა, ამას უთხრაგმლია და უსაუბნია. მას არ მუშაობს. ხო და ეს ანუ აი ეს ლობისტების მუშაობამ არ გამოიღო შედეგი, ის რომ ესენი სოციალისტური ოჯახის ყოფილი წევრები ახლა თავს გვაჩვენებენ როგორც ესე იგი კონსერვატორებს, რომლებსაც იდეოლოგიური თანხwebdra აქვს ტრამპთან, ამან არ გამოიღო შედეგი, სხვადასხვა შეთავაზებებმა ამან არ გამოიღო შედეგი. ახლა როგორც ჩანს გადაწყვიტეს აი ამ კრიმინალური მენტალიტეტით, რომელიც აქვთ, რომ ასე დროს ჯობია რომ შეტევაზე გადავიდნენ. გადაწყვიტეს რომ ბულინგი გამოიღებს შედეგს. მე მგონი რომ აი ეს აქვთ მიზნად რომ ნუ აი ამის შემდეგ იქნებ ტრამპმა აქეთ გამოიხედოს, დაელაპარაკოს და უთხრას რომ ოკეი, ახლა მოდი რაღაცა მართლა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ოღონდ კი ბატონო, მე რა ვიცი, აი გააძლევთ კურთხევას, რომ თქვენ იყოთ მუდმივად ხელისუფლებაში. მე მგონი უფრო აი ამასთან გქონდეს საქმე. თავის დაზღვევაა, რომ ვაი და ხვალ ხა ეს კანონი ის მეგობარი აქტი მიიღონ, ან ვაი და რაღაც ამერიკამ რაღაც სანქციები შემოიღოს. ივანიშვილზე რომ ამათ უნდა ნათქვამი ქონდეთ რომ აი ეს ტრამპი ცუდი კაცი იყო და ამიტომ ახლა თავისი მომხრეებისთვის რა საკვირველია ესეც ამ პრობლემაა რომ ეს სულ რამდენიმე მიზანი აქვს ხოლმე რაღაცას რო აკეთებენ რამდენიმე სამიზნე აქვს და რამდენიმე ცხოველის მონადირება უნდა თქონდეს ხო თორე ზოგადად ურთიერთობებში ხაი საქართველოს ყოლია ბევრი მოკავშირე პარტნიორი აი საქართველოს და აზერბაიჯანი მართლა ერთად მოვდივართ და აგერ გაგვაქვია დამოუკიდებლობის მომპოვების მეორე დღიდანვე ხო ესეთი ახლო ურთიერთობა როგორც ჰქონდა აზერბაიჯანთან, რა ვიცი. ხო, ყველასთან გააფუჭა. ალიევი გამოვიდა და თქვა, რომ რა ქვია, რომ ჩვენი კორიდორი დასავლეთზე იქნება ზანგეზური. ანუ ჩვენ გვირჩევია გზა სომხეთზე, ვიდრე საქართველოს. აი რამე მაგრეალობის წინაშე. ხო, და რატომ? იმიტომ რომ საქართველოს არ აღმოჩნდა სანდო პარტნიორი. ძალიან მარტივია, საქართველოს შეცვალა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. საქართველოს ჩაეხსნა იმ ორბიტას, რომელზეც იყო და გადავიდა მოსკოვის ორბიტაზე. ბუნებრივი რატო უნდა გარისხოს ან ალიევმა ან დასავლეთმა. და მეორე უფრო მარტივიზეს ფულის კეთება რა. იმდენად ზუსტხოვენ აზერბაიჯანს თურქეთის ტრანსპორტირებაში, განსაკუთრებით ამ საწვავის რო რაღაც როგორც უნდა აი საქართველოს გავლით საწვავის გატარება აზერბაიჯანისთვის ღირს 40 ჯერ უფრო ძვირი ვიდრე იგივე ტურქეთის გატარება თურქეთზე იგივე მან კიდე რა პერსპექტივა არის თუ შენ შეხედავ როგორც სწრაფად აგებენ ჩვენგან განსხვავებით აზერბაიჯანელები გზებს განსაკუთრებით როდესაც ჭირდებათ მიხვდები რომ 5 წლის ვადაში შეიძლება ეგ დერეფანი უკვე ფუნქციონირებად იყოს არა დერეფანს კიდე ანაკლია ჭირდება და ანაკლია გააჩერეს სამათმა იმ დერეფნისთვის საჭირო არის ღრმა პორტი და ღრმა პორტის როდის თქვენს რო ჩინელები აეშენებინათ და დაეწყოთ? აბა ვინ რო გავიდა? არც თუ უკვე აშენებული 25 რაღაცა უნდა აშენებული ყოფილიყო არც აფერია. არა, ჩვენთან მართლებაშიც როგორ ის იყო, რომ ანუ ეგის პროპაგანდის ნაწილი იყო, რომ აი ჩვენ ჩინეთთან ვაგდებით და ფაქტიურად რაც მოხდა იგივე რომ ლიბერტი უნდა ეყიდა ბაზის ბანკს, ხო? ანუ რომელიც უკან ჩინეთია. რა და ეხა მსგავსი რაღაცა ჩვენს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა და ეს ყველაფერი ჩაიშალა რა. ანუ იქაც ახლა შოთა არა კაცო არ გახსოვს ცნობილის გამარჯვების ამ ცნობილის ჩატარა სიძინპინმა აღნიშნეს მეორე მსოფლიოს გამარჯვების საქართველოს გამარჯვების თავი და მიიწვია სომხეთი, აზერბაიჯანი, რა ვიცი ყველა
ამათ აღარ აგერ მშვიდობის თუ რა საბჭოს ქნის პრეზიდენტ ტრამპი ხო, ეხლა ეს საბჭოთა სოციალურია, მაგრამ აი რანაირად მოახერხა. დავოსში უკვე მეორე წელი არ არიან და უნგრეთის გარდა საქართველოს საკითხი არ წყდება. უნგრეთი და ეს არაბი კაცი რა. უნგრეთი და ცენტრალური აზია. მეტი არც ცენტრალურ აზიაში დათენს აი რა. ზურეს ხო არ ვიცი რა გადარჩა. ცენტრალურია, ტაჯიკეთი არის რაღაცნაირად ცალკე. ტაჯიკეთში არ ყოფილან ჯერ, ეხლა შეიძლება ტაჯიკეთის მიმართულებას გახსნათ. ცენტრალური აზია, უნგრეთი, ცოტა სლოვაკეთი, იქით ვენესუელა, კუბა, ანუ ვინც აფხაზეთს აღიარებს, ისინი ყავთ კიდევ მოკავშირეებად, რუსეთი და ნუ აი ეგ არის რა, ახლა მეტი სხვა და აფრიკული სახელმწიფოები დიდი კონტინენტია. ახლა რეგიონის სახელმწიფოები ძალიან ბუნებრივია, რომ რეგიონ მეზობელ ქვეყნებთან ყოველთვის მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ იქ ვისაც დღეს აქვს ფაქტობრივი ძალაუფლება იმასთან კონდეს კომუნიკაცია და ძალიან მარტივია რომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ეს კომუნიკაცია არსებობს, მაგრამ მე რამდენი წრეზე იქაც თურქეთთანაც არ ამგონია რომ ეს და მაინც არა არც ერთთან სინამდვილეში არც ერთთან არის რომ ხა ცირა თუ გონიო არის იმის საზღვარზე თურქეთის საზღვარზე რა და ხა თურქები და ემირატები ერთმანეთთან არ არიან ძალიან კარგად ძალიან მუდად რო თქვა არა მათ კიდე ერთ მომენტია ამ არაბული სამყაროდან მარტო ემირატებთან აქვს კავშირი ხა ეგრე დიად ინტენსიური კავშირები არც საუდის არაბეთთან არ აქვს, არც ყატართან და ასე შემდეგ. საუდის არაბეთთან და ყატართან იქ რაღაცებს კიდე ცდილობენ ახლა რაღაც ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ანუ აი გენერალურ მდივანს ჩევარნაძის ადმინისტრაციის ან სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს ყატარის გენერალურ მდივანს შეხვდებოდა მაქსიმუმ დეპარტამენტის დირექტორი. აზია-აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი და ამიტომ მინისტრი შეხვდა. ამის შესახებ ტელევიზორში არ გამოცხადდა და იმას დასპონსორებულ პოსტებს სოციალურ ქსელებში არც ვერც გავიგებდით რომ გერდივანი იყო ჩამოსული. პოლიტიკური კონსულტაციები ხო ახლა თვეში რამდენიმე იყო ყველა სახელმწიფოსთან. ახლა პოლიტიკურ კონსულტაციებს ვისთანაც მართავენ და ნუ ვისთან მართავენ ხო ავიცი ახლა ბრაზილიასთან გამართებს გონი თუ ვიღაცასთან. ეს არის დასპონსორებული პოსტები რომ აი აჩვენო რომ ჩვენ არა ვართ არანაირ იზოლაციაში პირიქით აგე გარღვევა გავაკეთეთ ხო. აი ახლა ეს დებატების თემას რო შემოაქვს დებატებზე უნდა გველაპარაკო და ვერ ველაპარაკო. დებატების თემას რა იყო ხო? ალბათ იფიქრეს რომ დებატები სჭირდებოდათ იმისთვის რომ ეჩვენებინათ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რომ აი ნახეთ ჩვენ აქ რაღაცას ვაკეთებთ და რაღაცა ლეგიტიმურობა თუ აქ არა აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია საერთაშორისო იზოლაცია გაგრძელდება თუ თბილისში გრძელდება პროტესტი საერთაშორისო იზოლაცია გაგრძელდება 2x2 4-ია და ეს უნდათ რომ შეცვალონ ხო ამათ იფიქრეს რომ პოლიტპატიმრები იქამდე იზოლაცია გაგრძელდება ხო რა თქმა უნდა ეხლა ამათმა იფიქრეს რომ ეხლა ჩვენ ამას შემოვაგდებთ და ოპოზიციური ფლანგი ამ დებატებზე უარს იტყვის, მაგრამ კოზი ნაცარში ჩაუვარდათ, რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრმა თქვა, რომ ოკეი, პირდაპირ ეთერში, სტუდიაში, მოდი ერთ-ერთზე ვიდებატოთ, ხო? ამათ იმედი ქონდათ, რომ აქედან პასუხი არ იქნებოდა და იტყოდით, რომ არ მოვდივართ ამ დებატებზე და სხვა პასუხი რომ მიიღეს, დაიწყეს მერე ლაპარაკი იმაზე, რომ სანამ არ გვაღიარებთ, მანამდე არ მოვდივართ. ჩვენ უნდა შევქნათ რა ფორმატი უნდა შექმნა. საკითხები რაც აწუხებს ქართულ ხალხს, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ. პოლიტიკური პატიმრები რატო ყავს? ადამიანები რატომ დაწავლე? ფასები რატო არის მართლა ასეთი კატასტროფული, ხო? ის რა ჩვენ რატო შევცვალეთ საგარეო პოლიტიკური კურსი? გეოპოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, თავისუფლების შეზღუდვაზე, ამ რეპრესიულ კანონებზე, მართლა ეკონომიკურ პრობლემებზე, ამაზეა სალაპარაკო. აბა რაზე ახლა იმას რა ქვია, კოსმოდრომი ავაშენო თუ არა საქართველოში, ამაზე სადებატოდ არავინ არ დაждდება. თან აქედან რომ პასუხი იყო რომ მობზანდი ერთ-ერთზე ყობახიძე, პაპუაშვილი ან ივანიშვილი. ამას არ ელოდნენ და ამიტომ გამოიწვია მერე იმ ასე ვთქვათ პლასტინკის ამოტრიალება და ეხლა სხვა რაღაცას გეუბნებიან და ეხლა რაც გამოაცხადეს ხო გაკომიკურდება, იმიტომ რომ ძალიან გაკომიკურდება. სინამდვილეში ეხლა ეს რაც პროპაგანდისტვის უნდათ, ხო, შემოუტრიალათ, იმიტომ რომ ეხლა გამოაცხადეთ დებატებში ვსვავთო
კოტე ჟღენტი და ვიღაცა არავინ არის კაციშვილმა არის კოტე ჟღენტი არის კაცი შეორდაძის დროს საგარეო საქმეების დროს არა მე კოცემა დანიშნეს უზბეკეთში და რწმუნებათა სიგელები რომ გადაცა უზბეკეთის პრეზიდენტს დაპოსტა რომ რა სიმბოლურია თემურლენგის დაბადების დღე არის თემურლენგი კაი კაცი გონია ჩვენს ისტორიაში რომ წარმოიდგინო რა ანუ აი ხლა რო თქვა რომ რა სიმბოლურია ლენინის დაბადების დღეა და აი ამ დროს გადავეცი ამ რა სიმბოლურია აი მურმანყრუს დაბადების დღეა რა სიმბოლურია შაჰ-აბასის დაბადების დღეს ანუ თემურლენგი ჩვენს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნეგატიური ადამიანი რომელიც ამოაგდო გააოხრა ქვეყანა და ამ კაცის დაბადების დღეზე გადავეცი უზბეკეთის პრეზიდენტს პუნებათა სიგელები რა მაგარი აი ამ გაქანების კაცია ვინმე კოტე ჟღენტი არა რო დავასრულო კიდე აი კოტე ჟღენტს კენჭი ხო არ უყრია ანჩხობაძეს ამათ არჩევნებში ხო და ანუ ნახეთ აქეთ ხარეს არიან პოლიტიკოსები რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მისახმა ამათან დებატში ვერ მოდიან ამათან დებატში არ დაждდებიან ეშინიათ ამათან დებატში დაждდომა თან ჩვენი მხრიდან ახლა ვინც თქვით რომ მოდი დებატებში ხო თქვით რომ მოვა კობახიძე პაპუაშვილი ივანიშვილი ეხლა ვიღაცა წვილფეხობას თუ აგზავნი ხო მაგათან არ დავსხდებით კობახიძემ თქვა რომ დებატები მინდაო ხო მოვიდეს კობახიძე დებატებში მოვიდეს პაპუაშვილი დებატებში თუ რამე აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის თუ რამე აქვს სალაპარაკო დერ კიდევ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხო თუ ყოფნით ვაშკაცობა რომ მოვიდნენ დებატებში მოვიდნენ ძალიან ბევრი ვინც თქვათ გარეთ არის ახლა ციხიდან გამოსული ვინც გარეთ ვიყავით მზად ვართ რომ ამათ ვედებატოთ ოღონდ კობახიძე მოვიდეს ოღონდ პირდაპირ ეთერში თავიანთ მოედანზე თუნდაც იმ რა მოდერაცია რა ანიკაშვილი და რა ვიღაცა სამჭკუაშვილი რა ანუ ესენი ახლა დგამენ რაღაცა ფორმატს რომელიც აი გარწმუნებს ურა იქნება ძალიან კომიკური იმაზე კომიკური ვიდრე იყო ადგილობრივი არჩევნების წინ 37 კაცი რო დააყენა კალაზემ და რაღაცა კორდებალეტი რო იყო 37 კაცში დებატი სად გაგონილა ერთ-ერთზე ვიდებატოთ აქედან გავა ჩვენგან გავა ჩვენი ერთი კაცი და გამოვიდეს იქიდან კობახიძე აქ რამდენი მომენტია აი მოდი გეტყვი რა ჩემი ერთ მომენტები პირველი მომენტია იცი რომ დებატები რისთვის დაგჭირდა ხო ჯერ თავადვე იყვენ ტიპები მაგისტვის რაც მე ვთქვი აი იმისთვის გასაგებია მაგრამ ქართული ოცნება თავად იყო ის ძალა რომელიც ყოველგვარ დებატებზე 10 წელია დებატი აღარ არის ეგენი აღარ მოდია რა თქმა უნდა არ მიდიან მათ ძამ ნათელი სტრატეგია დაისახეს ეს სტრატეგია იყო საზოგადოების გაყოფის პრაქტიკულად რომ მიდიან მხოლოდ თავიანთ არხებზე და შენ ან უყურებ იმედს, ან არ უყურებ იმედს და მორჩა გათავდა. შესაბამისად ელაპარაკებიან ხოლო თავიანთ მომხრეებს. ელაპარაკებიან ხოლო მომხრეებს. კაი, ეხლა დავუშვათ დისკუსია. ბიჭო, დისკუსია გჭირდება რეალურად ჩვენ საზოგადოებას დღეს მართლა ჭირდება დისკუსია და ერთმანეთთან ლაპარაკის უნარი, რომ ორი ადამიანი რომ დასხდეს და ერთმანეთს თავში არ ჩაარტყას რაღაცა, ხო? რაღაც საკითხებზე მათ შორის მიუღებელ საკითხებზე დაშევდნენ და მსგავსი დისკუსიები და დებატები ოპოზიციურად განწყობილებს შორისაც არის და ოცნებას შორის და ამას ხოლმე და ხოლმე შეიძლება მიესალო, მაგრამ ბიჭო, შეუძლებელია მე შენ ახლა გელაპარაკებოდე და ამავდროულად რაღაცას გიქანებდე თავში. გასაგურ არ უნდა. დებატები თქვენს და ეს კანონი შემოაცურეს. მე ეს ჭყალებში კანონი შემოაცურეს და ბიჭო, აზრი ანუ ვისედებათ ედებატები და შენი მიზანი თუკი საზოგადოებასთან საუბარია ეს რატო შემოგაქვს ჩემო ზურა ნახე აი ძალიან მარტივი რაღაცა გამორიცხულია რომ კობახიძე აი თუნდაც აი რაღაცა თავიანთი ფორმატი რომ მოიგონო რაღაცა გამორიცხულია რომ დაждდეს შოთასთან ან ჩემთან ან ვინმესთან სადებატოთ იმიტომ რომ რასაკითხზეც არ უნდა დაიწყოს საუბარი ყველა შემთხვევაში მე ვეტყვი რატომ ყავს 200-მდე პოლიტიკური პატიმარი რა ნივთიერება გამოიყენე ადამიანების დასაწამლად რატომ შეიცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი როცა მელაპარაკები ფასებზე რატომ არის ქვეყანაში ინფლაცია რასაკეთებს ეროვნული ბანკი არ დაждდება ჩემთან დებატში გამორიცხულია რატომ მელაპარაკებოდე გამჭვირვალობაზე რატომ გაქვს ნათქვამი რომ ვაიმე ჩემი გუნდი კაპიქს არ აიღებს და ჟურნალისტები რო ცხვირწინგიდებდნენ კორუფციის ფაქტებს ამ ყველაფერს რატომ ამართლებდი და რატომ არის დღეს ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალდებული გრიგოლ ნინოაშვილი ბრალდებული ღარიბაშვილი ყველა მინისტრი და ღარიბაშვილი რატო აქვს ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი თავდაცვის მინისტრი ორჯერ პრემიერ-მინისტრი ეს კაცია ანუ წარმოიდგინეთ რომ ავიღოთ ხო ქართული ოცნების 14 წლიანი თუ 13 წლიანი მმართველობა ამ 13 წლის განმავლობაში ეს კაცი რა თქმა უნდა
და როგორ ახლა ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? ეს კაცი ვინ შეარჩია? ჩვენ ხო ყველამ ვიცით რომ მართლა დარაჯი არ ინიშნება ივანიშვილის გარეშე. ეს კაცი რომელიც გვეუბნებოდა რომ მე მაგარი მენეჯერი ვარო, შეიძლება ის არა ვარ, მაგრამ მენეჯერი მაგარი ვარო. ამ კაცის მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი, მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი ყველა რატოზის ციხეში. ხო? და ყველას რატო ამართლებდა? ყველა. მისი შერჩეული. ხო, აი ყველა ეს ადამიანი ნაკებია, ყველა ეს ადამიანი ამათ მიერ არის უზომოდ ნაკები რა. ანუ ბუზი ყველა ბზუისო, გახარიას და ყველა ტყუისო. დღეს გიორგი გახარი არის ბერლინის სიტყვაზე და ღარიბაშვილს მადლობა მართლმადიდებლობისთვისო, ლინუაშვილის ნათურნებთან რა საქმე გაქვთ, როგორ გეკადრებათო. ყველა ეს ადამიანი ან თურმე deep state-მა დანიშნა, ან კორუფციონერი იყო და ანუ რეალურად არგუმენტები არ აქვს, მაგრამ აქ ისევ და ისევ იმაზე ამ არგუმენტებს მიუხედავად იდეაში დებატებს უაცხადებენ, მას თავს ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლობისთვის, ხო? ქრისტიანულად თუ მიუდგებით და ეხა რაღაცეები მათ შორის ქრისტიანობა საკმაოდ კარგად ვიცი, აი ქრისტიანულად თუ მიუდგები მადლობა მართლმადიდებლობისთვის არის მკრეხელობა. აი ჩვეულებრივ მკრეხელური განცხადება, მკრეხელობა ქონდათ მოტანილი პროპაგანდისტულ ლოზუნგად რა, იმისთვის რომ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი იმას აეპრავებენ დისკუსიას, შუა პროცესში გეუბნებიან რომ უფრო უარესად ამკაცრებენ ყველაფერს, ან ლაპარაკიც კი დასჭადია და მე აი პირობითად ნინო ჩხობაძე, რომელიც ხა ნინო ჩხობაძეს არაფერს ვერ ჩი, მაგრამ რატო წარმოადგენს ამ ვის წარმოადგენს ნინო ჩხობაძე? მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. იაგო ხვიჩია გირჩს მაინც წარმოადგენს რამდენი პროცენტია აღებული სულთლიანობაში, რამდენი პროცენტი? იცი რა, ნახე ზურა, ნახე შენ ახსენე რა. ჟირინოვსკიც იყო ეგრე ოპოზიცია რა. ანუ აი ეს ხვიჩია არის ქართველი ჟირინოვსკი. ქართველ ჟირინოვსკი და არის ხეული რა. ხო არა ეგ არის, ანუ არ ხვიჩია კი ნებისმიერი ვინც ახლა იქ ესე ასეთი რაღაცა პარტიები რაც არის ესეთი დაბალი მხარდაჭერით იქ რო დაждდება, იქნებიან ჟირინოვსკის როლში. გასაგები მაინცა. ნინო ჩხობაძე და კოტეში გაუგებელი. კი ბატონო, შენ გამახსენე. ხო რომ ვინიც ის კაცო საერთოდ. არაფერი არ არის. მე არც კი მახსოვდა გულწრფელად რა. იმაში ნეიტრალურ საქართველოში. ნეიტრალურ საქართველოში. კოტეჟენტი არის ნეიტრალურ საქართველოში. აჰა, მაგათ გამახსენე. და ჩხობაძე ჩხობაძე საქართველოში. ნეიტრალურ საქართველოში მარსიანულ სატელიტს გამოხატავს რა, რეალურად ახლა ვინა, ხო? და სუბარი, რუსთან ერთადაც კენჭი იყარეს. ანუ ყველა რუსულ კანონში და სუბარი ერთ სიაში იყვნენ, ერთად არიან არჩეულები და იმას ედებატება. ანუ აი სარკერო დაიყენო და საკუთარ თავს რო ედებატო. აი მას ძალიან კომიკური იქნება ხალხო, არ არსებობს რომ ამან რაღაცა ის შედეგი მიიღოს, რაღაცა შეიძლება რაღაც სადღაც ფიქრობდნენ. კი ბატონო, შოთ შენ მას ფიქრობ. არა, მეთანხმები ხა განსახილველიც არაფერია ხა რა უნდა იდებოდონ. მე არ ვიცი ამ სწავლობა უნდა მიეცეს ამას. ანუ ფერფლ არ ვიცი, მაგრამ ამ სწავლობა უნდა მიეცეს რა. ანუ მოუთხეს მსხვეთიდან რომ რაღაცა კარგი იქნება თუ იქნება და ან კვლევაში ამოვარდა და რაღაცა დროებით პრობლემაა, ფასები ხდება ბიორფსერზე პრობლემაა, მაგრამ რაღაცა გადაატარებენ და მე ეტყვია რომ არ გაამართლა სამწუხაროდ და ან ხარტო გავიდნენ. ან რა ეს ფასების თემას ხო სინამდვილეში რა მოხდა? კვლევა ამოუგდო რომ მივიდა ქართველი კაცი, რომელსაც ახლა ახალი წელი და შობა ყოველთვის უხაროდა, კომუნისტების დროსაც უხაროდა და სუფრაშლიდა და წელს ვერ გაშალა. სუფრა ისე როგორც გაუშლია და ამოვარდა კვლევაში, რომ ქართველი ხალხი უკმაყოფილოა ფასებით. იმ ფასებზე კი არ გელაპარაკება, რას თვითონ გააძვირეს. მაგალითად, რატომ გაძვირდა პირადობის მოწმობა? რატომ არის გაძვირებული პასპორტი? პირადობის მოწმობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაიცემოდა უფასოდ. ეხლა შაბათს რო ავიღე, შაბათს, იმიტომ რომ რეგისტრაცია გაუჩერეს ჩემს პირადობის მოწმობას და მომიწია შაბათს პირადობის მოწმობის 155 ლარი, ფოტოსურათიანად. გუშინდელ ამბავს გეუბნებით, აეროპორტში პარკინგი 7 ლარი. რატომ გაძვირდა პარკინგის ჯარიმა თბილისში? იყო სიტი პარკი, გააგდეს იმავე ხვიჩიას დახმარებით, სხვათა შორის გააგდეს ბაზრიდან ეს სიტი პარკი, აიღო მერიამ, ეხლა ჯარიმა არის 50 ლარი. რა მოხდა? 10 ლარიდან რატომ გაიზარდა პარკინგის ჯარიმა 50 ლარით? ეს ხო ბიზნესს არ გაუკეთებია, ეს ხო სახელმწიფომ გააკეთა. სახელმწიფოს ჩარებით რო არის გაზრდილი დენის ტარიფი. ამას რა კომისია ჭირდება? ის რას თვითონ გაზარდეს, ამაზე რატო არ ლაპარაკობ? რა ხდება, მაგრამ ვისაც ველაპარაკებ, ყველა გაზის ფასზე რომ რაღაც სასწაული არის მოსული ყველას. რა გამოიწვია ეს? რამ გამოიწვია?
ეს რა აი გაზი რა მოხდა უცებ შარშან სხვა იყო ერთი თვის წინ სხვა იყო ეხლა ერთ თვეში აი ეს კომისია რო შექმნეს აი იმ პერიოდში რა არის მომხდარი ამაზე კი არ მაგ გაზის პას არ შეისწავლის ეს კომისია რა ხო არ სწავლობს მაგას შემდეგ ზამთრამდე იქნებ რამე რის შესწავლაზეა საუბარი ამას ეხლა უდგამენ იმ ადამიანებს რომლებმაც მძიმე ახალი წელი გაატარეს იმიტომ რომ ციოდათ იმიტომ რომ დაწეული აქვთ იმიტომ რომ ვერ იხდიან ამ გათბობის გადასახადს და დაწეულია გათბობას და ამავდროულად ვერც სუფრა ვერ გაშალა აღმოჩნდა რომ თურმე აი წინა წლებში ხო უკეთეს სუფრას შლიდა ხო აკვირდება რა ადამიანი როგორც აი ზურგის ტვინით ეს უსაფრთხოების საკითხი აწუხებს ასე აწუხებს ეს საკითხიც ხო ხედავს რომ დღიდან დღემდე უფრო ნაკლები კერძია ახალი წლის სუფრაზე დღიდან დღემდე ხედავს რომ თუ აქამდე რაღაცას კიდე ახერხებდა დღეს შვილიშვილებს და შვილებს ახალ წელს ვერ უყიდა საჩუქრები ბავშვთა იმაში რა ქვია საჩუქრების თუ რაც არის მაღაზიაში ხო შეგიხედავთ რა ხდება ყველას ვისაც ყავს პატარა შეუძლებელია უბრალოდ ბავშვ კოსმოსშია წასული მართლა ამას ოღონდ თან ეს ამათი ოჯახის წევრები წასულები ხო არიან არა უცხოეთში ეხლა ის ვიღაცა მის ხაინდრავაშვილი რას ხედავს არ ვიცი მაგრამ ჩემი შვილი წავიდა უცხოეთში ცხოვრობს და აგერ ჩემი ოჯახის წევრები რას მეუბნებიან მე კაი მე ვთქვათო მეც ხო დავდივარ არა მაგრამ კაი ოკეი ვთქვათ მე რაღაცას ისინი იქ ცხოვრობენ სუპერმარკეტი სამჯერ იაფია ბერლინში ვიდრე თბილისში სუპერმარკეტი სამჯერ იაფია სოფიაში ბულგარეთში ვიდრე თბილისში ამერიკის შეერთებულ შტატებში სუპერმარკეტი სამჯერ იაფია ვიდრე თბილისში. ეს ამ ყველაფერს ადამიანი ხო გრძნობს არა, ეს ამოუვარდათ როგორც ჩანს კვლევაში, რომ აი ფასები აწუხებს და დაგვიდგეს ეხლა რაღაცა ჩვენ რა დაგვიდგეს, დაუდგეს ამ ხალხს ეხლა რაღაც სპექტაკლი, რა კომისია არის შექმნილი და პირდაპირ აგერ შემოსულებია. მეტრო რო გააძვლეს და გვეუბნებოდნენ გაიაფთაო? ხო ეხლა სადღაც 54 ხო ღირდა მე გახდა ლარი. და გითხრეს რომ სიმბლოს მეტრო გაიაფთაო, იმიტომ რომ შენ თუ აიღებ 1 წლიან ფასსო ხო, კი. უფრო იაფი გამოგისო და ამიტომ ავტობუსის ფასაც 51 ლარანე ფასსულება გაძვირება კი არ გაიაფება. ხო, ის გახსოვს რომ მოვიდნენ ძალიან მარი ყველაფერი გაძვირდა და თქვენს რომ ეხლა კი არ არის ადრე იყო იაფიო, არ გახსოვს? არა, ეგენი ნუ ყველაფერს ეგეც მოიგონებენ რა. არ არსებობს ყვილი რომელსაც აიტყვიან, ხალხმა პირდაპირ თქვა რომ აი აქ არ მუშაობდიო რა. ანუ ცხოვრება აქვს გატარებული ენჯოებში და მე ენჯოში არ მუშაობიო კაცო. მე რა შუაში ვარ ანუ იანია იგალავან ნიმაია რუსები როგორც იტყვიან, ანუ თავი ჩემი არ არის, ტანი ჩემი არ არის, რაღაც ეგეთები რა. კარგით, დიდი მადლობა ბატონებო, ეთერში იყო გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოყვებით და გუშინეთ. დიდი მადლობა.